კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ დღევანდელ სხდომას. საქმე, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მოვისმინოთ, ეხება ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის საქმეს 2004 წლის მარტში. ამ ოჯახს სვანეთში თავს დაესხა სახელმწიფო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი გია ბარამიძის მეთაურობით და თუ რასთან ჰქონდა საქმე და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ ახსნა განმარტებას კომისიას მოაწვდიან ბატონი იმ თავდასხმის შედეგად მოკლული ევგენი აფრასიძის ქვრივი დოდო აფრასიძე და ევგენი აფრასიძის შვილიშვილები გიორგი და ლედი აფრასიძები, რომელთაც თუ მობრძანდნენ სამდივნოს ვთხოვ, რომ შემოაცილონ დარბაზში. ასევე სხდომაში მონაწილეობას ასე პირდაპირ არ მიიღებს, მაგრამ ქალბატონი დოდო აფრასიძის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის სხდომას დაესწრება მათი ადვოკატი ქალბატონი ირმა ჭკადუა. მობრძანდით ქალბატონო დოდო, დაბრძანდით თქვენთვის განკუთვნილ ადგილას, დაბრძანდით თუ შეიძლება. ქალბატონო ირმა, გთხოვთ დაიკავოთ ადგილი და ბატონ გიორგის და ქალბატონ ლედის ვთხოვ, რომ ბებიასთან ახლოს დაიკავონ ადგილი, ვინაიდან ისინიც არიან დაბარებული კომისიის სხდომაზე გამოსაკითხად. ქალბატონო დოდო, ქალბატონო ლედი, ბატონო გიორგი, პროცედურა ასეთი, რომ მე უნდა გაგაფრთხილოთ თქვენ განზრახთ, რომ ახსნა განმარტების მოცემისთვის არსებობს გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ასევე კითხვებზე უარი ან კითხვებისთვის თავის არიდებაც კომისიის წინაშე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ჩემ მიერ ასეთ გაფრთხილებას პროცედურა ითვალისწინებს და ის რომ ეს გაფრთხილება ნამდვილად გავაკეთეთ, თქვენ ის მოისმინეთ, თქვენ გაქვთ ფორმულარები წარმოდგენილი და მათზე გთხოვთ მოაწეროთ ხელი. სანამ თქვენ ამას გააკეთებთ, საზოგადოებისთვის განმარტავ, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში არსებობს ასეთი სოფელი ეცერი, ეს არის თემი, რომელიც არაერთი სოფლისგან შედგება. ამ თემში არის სოფელი ბარში, სადაც ცხოვრობდნენ ევგენი აფრასიძე და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი. არსებობდა ამ ოჯახის ზოგიერთ წევრთან მიმართებაში სხვადასხვა დროს ბატონ ევგენისთან, მის ვაჟთან, ბატონ ომეხისთან, სამართალდამცველების მხრიდან, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, შემდეგ მომდევნო დროს ხანგამოშვებით არსებობდა ხოლმე კითხვები. 2004 წლისთვის, როდესაც ეს თავდასხმა განხორციელდა სახელმწიფოს ხელით ოჯახზე, არ ჰქონდა ბატონ ევგენი აფრასიძეს ან ძებნილის, ან კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული პირის სტატუსი. ერთადერთი სტატუსი ასეთი ოფიციალური ძებნილისა, თუ სწორად მახსოვს და შემდეგ ოჯახის წევრები შემისწორებენ, ჰქონდა მხოლოდ ბატონი ევგენისა და ქალბატონი დოდოს ვაჟს ბატონ ომეხის. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დადგენილი ფაქტია, რომ ომეხ აფრასიძე დაბარებისთანავე ცხადდებოდა პოლიციაში და მასთან მიმდინარეობდა თბილისიდან გაგზავნილი სხვადასხვა ოფიციალური წარმომადგენლების აბსოლუტურად თავისუფალი დიალოგი ომეხი აფრასიძესთან, რაც იმას ადასტურებდა, რომ ის კი იყო ძებნილი, მაგრამ იმავდროულად, როდესაც მას საუბარში იწვევდა ოფიციალური პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი, ის ამას არ ერიდებოდა და არც პრინციპში არ იმალებოდა. ეს ვიცოდით ჩვენ ყველამ, ვინც იმ კუთხესთან რაიმე ტიპის შეხება ჰქონდა და ეს უკვე წლების მანძილზე დადგენილ ფაქტადაც ითვლება.
მიუხედავად ამისა, 2004 წლის 24 მარტი დადგა და მოხდა ის, რის შესახებაც ჩვენ ქალბატონ დოდოს ვთხოვეთ მობრძანება. ქალბატონო დოდო, მე მინდა გითხრათ დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. მიუხედავად თქვენი პატივსაცემი ასაკისა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე, რომ თქვენი ოჯახის ღირსება კიდევ ერთხელ დაიცვათ და რაც თავი ახალგაზრდა თაობას უამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ იძალა სახელმწიფომ და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა და მაღალჩინოსნებმა თქვენს ოჯახზე და არასრულწლოვნებზე, ქალებზე, ბავშვებზე. გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი და თქვენვე გადაწყვიტოთ, თქვენ დაიწყებთ ალბათ საუბარს და შემდეგ გადაუნაწილეთ შვილიშვილებს ის სათქმელი, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ და ბატონ გიორგის და ქალბატონ ლედის ვთხოვ, რომ რა მომენტშიც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, რომ თხრობაში ბებიასთან ერთად უნდა მიიღოთ მონაწილეობა, მანიშნეთ და მიკროფონს ჩართავთ და ისაუბრებთ. გთხოვთ ქალბატონო დოდო, 2004 წლის 24 მარტია. თენდება, გამთენია. ვინ ხართ სახლში, სად იმყოფებით და რა მდგომარეობაში ხართ? რომ გვითხრათ. ჩვენ ვიყავით სახლში პატარა ბავშვები, 4 ბავშვი არასრულწლოვანი, ბებია, ბაბუა, მე და ევგენი და ჩვენი შვილები. გვეცინა ნორმალურად ვიყავით ოჯახში, იმ დროზე ჯერ გათენებულიც აღარ იყო კარგად. მაგრამ მე ადრე ვდგებოდი ყოველთვის და იმ დღესაც რაღაც ავდექია, მაგრამ კარში გასული არ ვიყავი ისე დაიწყო სროლები. ქალბატონო დოდო, რომელი საათია დაახლოებით? ბატონო? რომელი საათია, დილის რომელი საათია? ხო არ გახსოვთ? რომელ საათზე დაიწყო და 7 იყო. დილის 7 საათია. ყველას ძინავს ოჯახში ამ დროს თქვენს გარდა. იმ დროს. რამდენი შვილი გყავდათ ამ დროს მძინარე ოჯახში? შვილის 2 იქ იყო პირველ სახლში, ერთი თავის ცოლ-შვილთან მეორე სახლში. ეს სახლები ერთმანეთის მეზობლად დგას? დიახ, ერთ ეზოში. დგას 2 სახლი. რამდენი შვილიშვილი იყო სახლების? 4 შვილიშვილი. რომელი ასაკის, რა ასაკის შვილიშვილები იყვნენ? სრულწლოვანები იყვნენ თუ პატარები? პატარები. არასრულწლოვანი. კი ბატონო. დაიწყო სროლა. შემდეგ დაიწყო სროლა, მაგრამ რაღაცნაირი როგორც სეტყვა ისე მოდიოდა ტყვიები. და აქ ბავშვები შევყარეთ ლოგინის ქვეშ. ირგვლივ ყველაფერი მოვაყარეთ, რაც რა მიყო იქ ან ქვაბებამდე ყველაფერი ამ ლოგინის ირგვლივ დავყარეთ, რომ ბავშვებს რა ტყვიები არ მოხვედროდათ. და ესენი რო კიოდნენ ბავშვები, რამდენადაც უფრო კიოდნენ, მით უფრო ის მოდიოდა. ცეცხლი. ტყვის ისინი და ბოლოს დაიწყეს დაბომბვა. იმ სახლის, სადაც ბავშვები იყო, მაგრამ ის ქელი კედლები არ იმასქნეს ისე რა და შიგნით ლოგინებთან უკვე ტყვიები მოდიოდა მარტო და ის სადაც ბავშვები იწვნენ, იმ ლოგინის ლეიბი დაცხრილული იყო. საერთოდ არავის არ მოერიდნენ არც დიდს, არც პატარას, არც ქალს, არც კაცს, სულ ერთია იყო იმათთვის. ის მოხდებოდა. თქვენ ამ დროს რომ ბავშვები შეყარეთ ლოგინის ქვეშ, სად იყავით თქვენ? იქვე ბავშვებთან ერთად იყავით? ბავშვები ყველა რო შევყარეთ, მე შევედი, ბავშვებს ვამშვიდებდი. ლოგინის ქვეშ. ლოგინის ქვეშ, მაგრამ ჩემი რძალიც ერთ ლოგინის ქვეშ
ვიყავით ყველა. ერთი ლოგინის ქვეშ იყავით გიოს გარდა. გიო უკვე ეს გოჩას გადაყვანილი ყავდა სხვა იმაში. მეზობელი. თქვენს ვაჟს, კი ბატონო. რომელიც ბიძებთან იწულა და ბაბუასთან. გასაგებია. რამდენი შვილი ყავდათ თქვენთან ერთად ლოგინის ქვეშ? 3 ალბათ. იქ 3. 3 ლოგინის ქვეშ, სადაც თქვენ გადაეფარეთ ნივთებთან ერთად ბავშვებს და გიორგი, რომელიც აგბრძანდება, უკვე ბიძამ გაარიდა და მეორე სახლში თუ მეზობელთან გადაიყვანა. მეზობელთან თითქოს და გადაისროლა ის. გადაისროლა. შეაგდო რო იტყვიან რომ შეაგდო იმ ოჯახს ბავშვი და დასაცავად გადმოbrunდა სახში, იმიტომ რომ ევგენი ხელებაწეული ხო დაჭრეს, ეღლიაში იყო დაჭრილი. და ეს შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ თავის შვილებმა და დააწვინეს იმაზე დივანზე. და თვითონ მაშინვე უკვე შევარდნენ, ეს ორივე ესენი დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და იქ გზაში დააგდეს, შტიკნოზით დასერეს, გოჩას ტყვი არ მოხვედრია, გოჩა დასერეს, თანით დასერეს, შტიკნოზით. და მკვდარი ეგონათ უკვე იმას გადაფარებული ქონდა ზემოდან ადიელა, რომ მკვდარი ეგონათ. და ეს ომეხი ხელფეხშებორკილი გაათრიეს პირდაპირ ქუჩაში ამ ტალახში და იქ დახვრიტეს. ისე დახვრიტეს, რომ საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე ნატყვიარით. როცა ხელფეხშებორკილი მიაწევდნენ, მაშინ მოხვედრილი ქონდა ტყვია თუ ის საერთოდ არ ქონდა არც ერთი ტყვია? არა. ანუ ისე დააპატიმრეს, რომ დაჭრილი გოჩა საერთოდ ნატყვიარი არ ქონდა, გოჩა დაჭრილი. ომეხიზე, გოჩა კი, გოჩა. ომეხიზე? ომეხი იყო. ომეხი დაჭრილი იყო, როცა დახვრიტეს? როცა დაიჭირეს. მაშინ არა, რო დაიჭირეს, მაშინ არ იყო დაჭრილი. სანამ დახვრიტეს, დაჭრილი არ ყოფილა. არა, იქ სანამ გაიყვანეს გზაში. არ იყო დაჭრილი. არა, მაშინ ხო ძალიან დიდი ტალახები და ის იყო გაზაფხულზე იყო და იქ დააგდეს იმაში და იქ დაუწყეს სროლა, იქ მოკლეს გზაში და მერე ეს ბეჭედს რო ვერ აძრობდნენ, წააჭრეს თითი. ცხედარს და მერე ამას ყელსაბამს რომ ვერ უხსნიდნენ, კერძზე ფეხი დააბიჯეს, ისე ამოგლიჯეს და ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები. გასაგებია. და წარმოიდგინეთ რამ ხელა ის აქვთ ამ ბავშვებს გადატანა. ქალბატონო დოდო, იმ ბავშვებს, ვინც ამას უყურებდა, მიცეთ სიტყვა, ორივე აქ არის, თუმცა 4 შვილი იყო მაშინ სახლში. ან ბატონ გიორგის ვთხოვოთ პირველი, ან ქალბატონ ლედის, როგორც გირჩევნიათ, რომ გითხრათ, სად იყავით იმ დილას, რომელ სახლში, რა ადგილას, როგორ განვითარდა მოვლენები, რამდენი წლის იყავით და რომ დაგვეხმაროთ ფაქტების აღდგენაში ამდენი წლის შემდეგ. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ეს კომისია შეიქმნა და მადლობა თქვენ ქალბატონ თეა და ყველა კომისიის წევრს. და მადლობა ასევე იმისთვის, რომ ჩვენს ოჯახს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ერთხელ და მიიღოს თავისი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მე ვეცდები გავიხსენო ეს დეტალები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო არის გასული, ჩემთვის დღესაც კი ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, იმდენად დიდი საშინელება მოუწყო მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ოჯახს. განუმარტავ, რომ ჩვენ ერთ ეზოში სვანეთში გვქონდა 2 სახლი, ერთ სახლში ვცხოვრობდით
ბავშვები ჩვენს მშობლებთან ერთად, შმაგი აფრესძესთან და ინდირა ცინდალიანთან ერთად. მეორე სახლში კი ცხოვრობდა ევგენი აფრესიძე, ბაბუა ჩემი თავის ოჯახთან, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მათთან ძირითადად რჩებოდა ხოლმე ჩემი უფროსი ძმა, რომელიც მაშინ 12 წლის იყო. სპეცოპერაციის დღესაც თქვენ რამდენი წლის იყავით მაშინ? მე ვიყავ მაშინ 7 წლის. თუმცა ძალიან ცხადად მახსოვს ეს ყველაფერი და შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის დამევიწყებინა ის საშინელება, რაც მაშინ გადავიტანეთ. სპეცოპერაციის დღეს ეს დაიწყო გამთენიისას, მაშინ როცა ბუნებრივია ყველა სახლში ვიყავით და ყველას გვეძინა, ვერტმფრენების და ტყუების ხმამ გაგვაღვიძა და ჩვენი ბავშვების გადარჩენა მამაჩემის წყალობით მოხდა, როცა მან ლოგინის ქვეშ გადაგუმალა ეს პატარა ბავშვები, იქვე იყვნენ ბებია და დედაც, რომლებიც ლოგინის გვერდითა მხრიდან შემოვიდნენ და გვეფარებოდნენ. მე მახსოვს მე ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად ძალიან მეშინოდა და მარტი იყო, სიცივე იყო და ჩაცმაც კი ვერ მოვასწარით, ისე შევყარეს ლოგინის ქვეშ და დედა მეუბნებოდა, რომ კედელთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, რომ ტყუებს არ მოეღწიათ. ამ დროს მამაჩემი შმაგი აფრესიძე ირგვლივ გვაფარებდა ნივთებს, როგორც შეეძლო. რო ტყუებს არ მოეღწიათ, იმიტომ რომ აი როგორ აღვწერო არ ვიცი, ფანჯრებიდან, კარებიდან, ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ეს ტყუები სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით და ძალიან კარგად იცოდნენ ამ სპეცოპერაციის შემკვეთმა ბატონმა სააკაშვილმა და სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები, თუმცა არც ჩვენ არ დაგვინდეს და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, თვალწინ დაგვიხოცეს ფაქტობრივად ოჯახის წევრები. ასევე მეორე სახლში იყო გიორგი, იმ სახლში, რომელიც დაიწვა, ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი ეს იყო ომეხი აფრესიძე, რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ სვანეთში და არა მარტო სვანეთში და მიზანი რომ ყოფილიყო დამნაშავის დაკავება, დამნაშავესაც ხომ უნდა დადგენა და შესაბამისი პროცედურები ეწარმოებინათ გამოძიება, ჩაეტარებინათ სასამართლო, დაეკავებინათ ომეხი და თუ იმსახურებდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის იყო დამნაშავე, შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ მისთვის. ის ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა ცხადია, დახვრიტეს ისე რომ ჯერ დანით მიაკანეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა მიაკანეს და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი. ეს არ იკმარეს და ამის შემდეგ უკაცრავად ვინ უყურებდა, ვინ შეესწრო ამას? გეტყვით, როდესაც ომეხი გამოიყვანეს სახლიდან, გულისხმობს სახლს, რომელსაც ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს, ჩემი ძმა გიორგი უკვე მეზობლის ეზოში ყავდა გადაყვანილი ბიძაჩემს და გიორგი დაინახა და კიდევ სხვა მეზობლებმა როგორ ჩამოიყვანეს ხელბორკილდადებული ომეხი გზის მეორე მხარეს მეზობლის ეზოსთან. რაც შეეხება ამ დახვრეტის ფაქტს, ეს მოხდა მაშინ, როცა უკვე ეს სპეცოპერაცია დასრულებული იყო, სროლა შეწყვეტილი იყო და შესაბამისად მეზობლებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ სახლებიდან გამოეხედათ და თვალი ედევნებინათ იქ რაც ხდებოდა იმისთვის. არიან მოწმეები, მეზობლები, მათ შორის ასევე ჩემი სხვა ოჯახის წევრებიც, მაგალითად ქოჩა აფრესიძე, რომლებიც დაინახეს, როგორ დახვრიტეს ხელბორკილდადებული ომეხი. დავაზუსტებ უბრალოდ ქოჩა აფრესიძე არის მისი ძმა, ომეხის ძმა, რომელიც ასევე დაკავებული იყო
დადაჭრილიც. ძმა, გოჩაზეც ვიტყვი, ის და ომეხი სახლიდან ერთად გამოიყვანეს, მასაც ხელბორკილები ედო, ისიც თავისი ფეხით გამოვიდა იმ სახლიდან, ისე რომ არავითარი დაზიანება მას მიყენებული არ ქონდა და უკვე ამის შემდეგ მას დანით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები, გადააფარეს პლედი, ჩათვალეს, რომ ისიც უკვე მკვდარი იყო და მათი მიზანი ამ მიმართულებითაც განხორციელებული იყო. გადააფარეს პლედი და უკვე გარკვეული დროის მერე აღმოჩნდა, რომ ხელს ამოძრავებდა გოჩა და ამის შემდეგ პულსი შეუმოწმეს, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო და უკვე ამის შემდეგ გადაიყვანეს ვერტმფრენით ქუთაისში, სადაც მას ჩაუტარეს ოპერაცია. თუმცა ეს ოპერაციაც ჩაუტარეს გარკვეული დროის შემდეგ და ჩაუტარეს ისე, რომ არავითარი დამაკუჩებელი ნარკოზიც კი არ გაუკეთეს მას და უკვე დაკავების პირველივე წამიდან დაიწყო გოჩას მიმართ წამება. ქალბატონო ლედი, რა მაინტერესებს ნახეთ, თქვენ ხართ ამ დროს 7 წლის მამამ, ხომ სწორად ვამბობ, მამამ დედა თქვენთან და თქვენს სხვა დედმამიშვილებთან ერთად, გარდა გიორგისა, რომელიც აქ ბრძანდება, საწოლის ქვეშ ბოდიში გამოთქმისთვის სხვა სიტყვა არ ქვია, შეკყარათ უცბად და დედა და ბებია, ქალბატონი დოდო, რომელიც აქ ბრძანდება, გადაგეფარნენ და მერე მამამ კიდევ გარედან მიაყარა ამ საწოლს ნივთები. თქვენ ამ დროს ერთმანეთში თუ საუბრობდით, ერთი კითხვით, რომ დედამ გირჩიათ, რომ რაც შეიძლება კედლისკენ მიიწიეო, იმიტომ რომ შეიძლება ამ დროს ბავშვს კონდეს პირიქით რეფლექსი, რომ თავი გარეთ გამოყოს ან რაღაც უნებლიე მოძრაობა გააკეთოს, რომ არ მოგხვდეს ტყვიაო. სხვა რაიმე გადაძახილი, კივილი, რაღაცა თუ გახსოვთ თქვენი მხრიდან, ტირილი, რა გახსოვთ? ბუნებრივია, ვერც კი მივხვდით საერთოდ რა ხდებოდა ჩვენს თავს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ის, რაც მოხდა. ამ დროს ცხადია პატარა ბავშვები, მათ შორის დედაჩემიც ბებიაც ვტიროდით, ვკიოდით და ჩვენი ხმა გარეთ გადიოდა და რაც მინდა ხაზი გაუსვა არის, რომ როცა ბებიამაც თქვა ამაზე, როცა ჩვენი ხმა იმატებდა, ну, ტირილის ხმა თუ უფრო ძაფრად გადიოდა გარეთ, ტყვიებიც იმატებდა, ну, სროლა მატულობდა და უფრო ძლიერი ხდებოდა ეს სროლა. უკვე ბოლოს მამაჩემმა გვითხრა, რომ როგორმე თავი შეგვეკავებინა ისე რომ ხმა არ გასულიყო ჩვენი იქიდან და ну არ ვიცი როგორ შევძელით, მაგრამ შევძელით რომ აღარ გვეკიულა და აღარ გვეტირა და აი ამ დროს როცა ჩვენი ხმა აღარ გადიოდა სახლიდან ტყვიებმაც იკლო და უკვე ცოტა ხნის შემდეგ სროლა შეწყდა. ალბათ იფიქრეს რომ ყველა ჩაიხოცა და ამიტომ მათი მიზანი სწორედ ის იყო, რომ იქ ცოცხალი არავინ არ გადარჩენილიყო და უკვე როცა დარწმუნდნენ რომ არავის ხმა სახლიდან აღარ გამოდიოდა, სროლაც ამის შემდეგ შეწყვიტეს. და თქვენ სროლა რომ შეწყდა, შემდეგ თქვენივე გადაწყვეტილებით დატოვეთ ეს თავშესაფარი. გეტყვით როგორ იყო. სროლა რომ შეწყდა, გარკვეული დროის განმავლობაში ლოგინის ქვეშ ვიყავით, ისევ იქიდან გამოსვლას ვერ ბედავდით. რამდენი ხანი დაახლოებით? დაახლოებით 10 წუთი მაინც. იმიტომ რომ ეს სროლა რომ შეწყდა, მე იყო რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გაისმა სროლის ხმა. რამდენიმე წუთი დავრჩით ლოგინის ქვეშ, შემდეგ კარი ისედაც გაღებული იყო უკვე და შემოვარდნენ რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი სპეცრაზმელები, რომლებმაც ისევ სროლა დაიწყეს უკვე შიგნით სახლში, კარის უკანა მხარეს ისროდნენ. ამ დროს მამაჩემმა დაიკვირა, რომ სახლში ბავშვები იყვნენ ცოცხლები და არ ესროლათ და მართლა დღემდე მახსოვს ამ სპეცრაზმელების გაოგნებული ხმა, რომ
ცოცხალიო ვინ არისო აქო კითხულობდნენ თვითონაც და შემდეგ უკვე გავბედეთ რომ გამოსულიყავით იქიდან სადაც ვიმალებოდით ამის შემდეგ გავედით გარეთ და დავინახეთ რომ მეორე სახლი სადაც იყვნენ ბაბუა ჩემი ევგენი აფრასიძე ომეხი გოჩა და ჩემი 12 წლის ძმა მთლიანად ცეცხლის ზალში იყო მოხვეული და ეს იყო ალბათ ყველაზე საშინელი მომენტი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დარწმუნებული ვიყავით, რომ იქ იყო გიორგიც, იმიტომ რომ რეალურად იმ სახლში იყო და რადგან ის დეტალი არ ვიცოდით, რომ გოჩამ მოახერხა მისი მეზობლის ეზოში გადაგდება. ეგონათ რომ თქვენი ძმა იქ დაიწვა. ეგონა რომ ჩვენი ძმა იქ დაიწვა და ამ დროს დედამ დაიწყო საშინელი ტირილი, კივილი, ეძებდა თავის შვილს, დარწმუნებული იყო რომ იმ სახლში იყო და შემდეგ უკვე ეს ამ სპეცრაზმელებმაც დაიწყეს გარკვევა, არ იცოდნენ გიორგი ცოცხალი იყო თუ არ იყო და ცოტა ხნის შემდეგ რომელიღაც სპეცრაზმელმა გვითხრა, რომ ბავშვი ცოცხალი არის, რადგან მეზობელთან გადაიყვანეს. ერთი ჩაგიკითხებით თუ შეიძლება, რომ თქვენ ახსენეთ წეღან, რომ როდესაც სპეცრაზმი შემოვიდა და როდესაც თქვენმა მამამ უთხრა მათ, რომ ბავშვები არიან სახლშიო, დაგჩათ შთაბეჭდილება, რომ სპეცრაზმა არ იცოდა, რომ სახლში მცირეწლოვნები იყვნენ? არა, სპეცრაზმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სახლში მცირეწლოვნები ვიყავით, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გაუკვირდა, რომ ცოცხლები ვიყავით. იმდენად ინტენსიური და ძლიერი სროლა იყო. თორემ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმ სახლში ბევრი ბავშვი ვიყავით და იცოდნენ ისიც, რომ სახლში უდანაშაულო ადამიანები იყვნენ. თქვენ კიდე ცოცხლები ხართო? კი, ესეთი როგორი ფორმულირებით თქვენს გთხოვთ ჩაურთოთ მიკროფონი ბებიას. რა კიდევ ცოცხლები ხართო? ბავშვებს ესე უთხრეს. სპეცრაზმა, კი ბატონო. ქალბატონო ლედი, ხომ არ მივცეთ სიტყვა ბატონ გიორგის, რომ მეორე სახლში, სადაც ის იყო ბაბუასთან ერთად, ხომ ასეა, როგორც ირკვევა. აი იმ სახლში განვითარებულ მოვლენებზე ახლა გიორგიმ გვიამბოს, რომ სრული სურათი დავინახოთ. მოგესალმებით პირველ რიგში. მე თავიდან დავიწყებ, როგორ მოხდა ეს ამბავი. დილას რავი, ახალი გათენებული იქნებოდა ალბათ. სროლის ხმა გაგვიდა ყველა მთელი ოჯახი და გიორგი, თქვენს კითხავთ. თქვენ რამდენ წელს იყავით მაშინ? მე მაშინ 12 წლის ვიყავი. როგორც გითხარით, როგორც ხვები, ასევე მეც სროლის და ვერტფრენების გრუხუნმა გაგვიწყდა დილას ადრე. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ რავი, ნორმალურად ჩაცმას ვერ მოვასწარით. ბაბუა ევგენი აფრასიძე, რომელიც ჩემ გვერდზე საწოლზე იწვა, წამოდგა რაღაცა მოიცვა და გამოვიდა გარეთ აივანზე. ხელება წეული და ყვიროდა, რომ სახლში ბავშვიც იყო, ბავშვები იყვნენ სახლში და სროლა შეეწყვიტათ. ხელები იმის ნიშნად აწია, რომ ნებდებოდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად ეს სროლა არ შეწყვეტილა, ბაბუას ერთი ტყვია მოხდა, ძირს დავარდა, მეც ბაბუამ კი მითხრა რომ არ გავყოლოდი, მაგრამ ინსტინქტურად გავყევი კარებამდე და იქიდან უყურებდი და როცა ბაბუა ძირს დავარდა, მე შემეშინდა უკვე და ისევ სახლში შევვარდი უკან. გოჩა და ომეხი გამოვარდნენ, დაჭრილი ბაბუა სახლში შემოიყვანეს რა. სახლში შემოყვანის შემდეგ ბოდიში გიორგი მაპატიეთ აივანზე გავიდა ბაბუა თუ რომელსაც აივანზე გავიდა სროლა საიდან იყო ამ დროს ქვევიდან თუ ჰაერიდან ამ დროს სროლა ჰაერიდანაც იყო ქვევიდანაც რავი ყველა მხრიდან ტყუები მოდიოდა რა ყველა მხრიდან ისროდნენ აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჭერიდან ჩამოდიოდა ტყუები ზევიდან ქვევიდან რავი მთელი სახლი ალყაში ყავდათ მოქცეული და ყველა მიმართულებიდან ისროდნენ და რას მინდა ხაზი გაუსვა რომ არც ერთი გაფრთხილება სიტყვიერად არ ყოფილა რომ სახლი გამოსულიყვნენ სახლიდან და დანებებულიყვნენ რასაც მთელი სოფელი დაადასტურებს რომ ეგეთი გაფრთხილება საერთოდ არ ყოფილა რა დილას დაიწყო თუ არა ეს სპეცოპერაცია პირველივე წამებიდან სროლა დაიწყეს და ეს სროლა რავი არ შეწყვეტილა არც ერთი წამით ალბათ 1 საათის რამოდენიმე მომენტი იყო როცა სროლის ინტენსიურობამ დაიკლო რა
რავი 1 საათის მანძილზე მაინც დაახლოებით ეს სროლა არ შეწყვეტილა. და ამის შემდეგ რაც ბაბუა შემოიყვანეს, აი იყო ერთი მომენტი, რომ სროლის სიხშირემ ცოტა დაიკლო და გოჩამ ხელი მომკიდა და მეზობელთან გადამიყვანა. იქვე კარის მეზობელთან, რომ მე მაინც გადავრჩენილიყავი. თვითონ კი შევიდა. რა გვარის იყო ეს მეზობელი, რო გითხრათ? აფრასიძეების ოჯახია გვერდზე, ჩვენი კარის მეზობლები არიან. დიახ. ამის შემდეგ გოჩა სახში შევიდა, რომ დაჭრილი მამისთვის მიეხედა. ამის შემდეგ ისევ ინტენსიური სროლა დაიწყო, მე მეზობელთან ვიყავი. რავი, მახსოვს ფეხსაცმელიც არ მეცვა და მეზობლებმა მომცეს მე იქ ფეხსაცმელი რა. გიორგი, სანამ მეზობელთან ყოფნის ამბავს მოყვებით, რომ კიდევ კარგად განვიხილოთ ეს ეპიზოდი. ესე იგი, თქვენ წევ ხართ, გძინავთ 12 წლის ახალგაზრდა ბიჭი ხართ და იმ საძინებელ ოთახში თქვენთან ერთად სხვა საწოლზე გვერდით ეძინა ბაბუას. კი, ბაბუას გვერდით მეძინა, მე სულ ყოველთვის თქვენ სულ ყოველთვის ბაბუასთან გეძინათ. იმ სახლში რჩებოდით, ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევა. კი, არა, გამონაკლისი არ ყოფილა იმ სახლში. იქ ცხოვრობდით, იმიტომ რომ ბაბუასთან იყავით ახლოს. კი. დღისით სახში ჩავდიოდი ქვევით, მაგრამ დასაძინებლად ისე ვიყავი ბავშვობიდანვე ჩვეული, რომ ბაბუას გარეშე არ ვიძინებდი და შესაბამისად გვერდზე მეძინა რა. კარგი. ესე იგი დაიწყო სროლა და ბაბუა წამოხდა ამ სროლის ხმაზე. ეს თქვენ თვითონვე დაინახეთ უკვე გაღვიძე. კარგად მახსოვს უკვე ყველაფერი. უცბად მოიცვა რაღაც და დაელოდა ჯერ რომ რა ტიპის სროლა იყო განესაზღვრა თუ მაშინვე აივანზე წავიდა, აივანზე გავიდა. არა, მაშინვე მიხვდა უკვე ცხადი იყო ვერტფრენების ხმაც ისმოდა ერთი ვერტფრენის კი არა, რამოდენიმე ვერტფრენი დაფრინავდა ჩვენი სახლის ირგვლივ რა. გასაგებია. და რავი, წამოხდა თუ არა, უცბად აივანზე გავიდა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. თქვენ რა გითხრათ ამ დროს? რამე ხო არ რჩევა ხო არ მოგცათ? მე ვიტყვა რომ დავრჩენილიყავი და გარეთ არ გავყოლოდი ვინაიდან ტყუები, რავი, წვიმასავით მოდიოდა ყველა მხრიდან და არ დაუჯერეთ. მე არ დაუჯერე, რავი, ბავშვი ვიყავი და ინსტინქტურად გავყევი სიმართლე გითხრათ რა. მარტო არ გაუშვით, ასე ვთქვათ და გაყევით. მეზობლის სახლებიც დაიცხრილა, გასაგებია. გიორგი, გადასახურები. იმ მომენტში, როცა გოჩას გადავყავდი. ერთი წუთით, როცა გავიდა ბაბუა აივანზე. თქვენ ამ დროს სად ხართ? კარის ზღურბლზე დგახართ? კარის ზღურბლზე ვიდექი და მე სანამ ბაბუა დაეცემოდა, უფრო ახლოს მივედი რა ბაბუასთან. მე უკვე ტყვია რომ მოხდა. და აი ამას ვერ ვიგებ, თქვენ როგორ გადარჩით ესე წვიმასავით მოდის ტყვიები? აი როგორც კი მე მეგონა რომ სროლა შეწყდებოდა, იმიტომ რომ კაცი გავიდა აივანზე და რავი, ითხოვდა რომ რა სიძახდა სიტყვები რო გაეგზელებინას. იძახ ხელევაწეული იდგა რა და იძახდა რომ არ ესროლათ, ბავშვი იყო სახში და არ ესროლათ. თქვენ არ მოგხვედრიათ ტყვია? არა, მაგ მომენტში მე ბაბუა დაეცა თუ არა შეხვედით უკან სახში. უკან სახში შევვარდი და უცებ გოჩა და ომეხი გამოვიდნენ იმ ტყვიების წვიმაში და ბაბუა შეიყვანეს რომ კიდე დამატებით სხვა ტყვიებიც არ მოხდა. ეხლა გავაგრძელოთ მეზობელთან. ჩაგაცვეს მეზობლებმა და თქვენ ამ დროს რა ფიქრებში ხართ? აი მაგის მერე რაღაც მომენტში სროლამ რო დაიკლო, გოჩამ გადამიყვანა, ოღონდ იქ გადასვლაც არ ყოფილა ადვილი, ტყვიები წვიმასავით მოდიოდა და ყველა მხრიდან გვესროდნენ რა. ჩვენი გადასვლის მომენტში ეს რამდენი მეტრია გასავლელი? დაახლოებით 10 მეტრია მეზობლის სახლამდე ჩვენი სახლიდან, მაგრამ იქ რაღაც ბოძები იდგა, ხეები იდგა, რასაც ხდებოდა ტყვიები და საბედნიეროდ იმ მომენტში ეს ტყვიები ჩვენ აგვწდა. იყო მომენტი, რომ აი შარვალი ეხლაც არის და რავი, გადაღებულიც აქვთ, შარვალშიც კი გამიარა ტყვიამ რა. გადასვლის მომენტში შარვალში ტყვიამ გამიარა. უბრალოდ რავი, კანზე უბრალო ნაკაწრი მქონდა და კანზე არ დაუზიანებულა. ეს შარვალი შენახული გაქვთ? ეს შარვალი ალბათ შენახული იქნება და რავი, ადრე დოკუმენტური ფილმი გააკეთეს, სადაც კადრებიც კი გადაიღეს რა. და იქაც ასახულია ეგ შარვალი რა. ამის შემდეგ, რავი, დიდი ხანი გაგრძელდა რა ის დღე თითქმის არ დამთავრდა ჩვენთვის. ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, მაგის მერე სროლა არ შეწყვეტილა და როცა უკვე სროლა შეწყდა, აი სადღაც 5 წუთი შეწყდა სროლა, ალბათ ეგონათ რომ უკვე ყველა დახოცილი იყო და შევარდნენ სპეცნაზელები ჩვენ სახში. მე მეზობლიდან, კარის მეზობელია და იქ ჭუჭურტალიდნენ ფანჯრიდან უყურებდით რომ სპეცნაზელები სახში შევიდნენ, სპეცრაზმელები.
ამ სახლიდან უკვე გამოიყვანეს ხელებს შებორკილი გოჩა და ომეხი, რომლებიც ჩვენი აივნიდან ჩაიყვანეს ეზოში. ეზოდან უკვე ორღობეში გადაიყვანეს და ის ორღობე უკვე ჩვენი იქიდან, სადაც იმ ადგილიდან, საიდანაც მე ვიყურებოდი, აღარ ჩანდა, უბრალოდ დავინახე, რომ გაიყვანეს ორი ადამიანის სახლიდან. და მაგის მერე სულ რამოდენიმე წუთში, ალბათ 2-3 წუთი გავიდო და ავტომატის ჯერის ხმა გაისმა და რამოდენიმე ათეულჯერ ისროლეს რა. მაშინ მაგ მომენტში არ ვიცოდით მეტი რაღაცზე ისროლის. ისროლაც მორჩა და რამოდენიმე წუთში ჩავედით ჩვენი სახლის მიმართულებით, როგორც მე, ასევე სხვა მეზობლებიც იმ მომენტში, რა მთელი სოფელი შეკრებილი იყო სახლიდან გამოსული და ყველა ცდილობდა ჩვენი სახლისკენ ჩამოსულიყო, რომ ენახათ რა ხდებოდა. ჩავედით და ჩვენი სახლი, რა თქმა უნდა, სპეცრაზმელებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. რავი, სოფელში მთელს ტერიტორიაზე ერთი პატარა ადგილიც არ იყო, სადაც სპეცრაზმელები არ იდგნენ. მთლიანად ალყაში იყო მოქცეული მთელი სოფელი. ჩავედით და იქ უკვე დავინახე, აი პლედ გადაფარებული მე როგორც ვნახეთ, ომეხის ცხედარი იყო და მეორე მხარეს გოჩაზეც პლედი ჰქონდათ გადაფარებული. თქვენი ბიძები. კი, ორივე ბიძა. და მამაჩემი მე იმ მომენტში არ მინახია, იმიტომ რომ უკვე გადაყვანილი ყავდათ რა. დაკავებული ყავდათ. კი. გოჩამ მოძრაობა როგორც კი დაიწყოს, ის პლედი გადახადეს, ნახეს რომ ცოცხალი იყო ადამიანი და თელმა სოფელმაც ნახა რომ ადამიანი ცოცხალი იყო, იქ ვეღარ დაასრულეს ის საქმე, რაც უკვე დაიწყეს. გოჩას დანით ჰქონდა რამოდენიმე ჭრილობა მიყენებული გულმკერდში. შესაბამისად, აი ხალხი იყო, იმდენი მოწმეები იყო, აღარ დაასრულეს ის საქმე, რაც დაიწყეს და გადაიყვანეს უკვე თვითმფრინავით საავადმყოფოში. ვერტფრენით. ბატონო გიორგი, თქვენ როდესაც გადაგიყვანათ ბიძამ, მამამ ბოდიში, მეზობელთან. ბიძამ. გადაგიყვანათ მეზობელთან. მაშინ ბაბუა დარჩა დაჭრილი სახლში. მაშინ ბაბუა სახლში დარჩა დაჭრილი მდივანზე. თქვენ როგორ იცით, როცა თქვენ დაინახეთ მეზობლიდან, რომ ორი ბიძა, ვინც ბაბუა აივნიდან დაჭრილი შემოიყვანა. დიახ. დაკავებულია და გაიყვანეს ორღობეში. თქვენ მიხვდით, რომ სავარაუდოდ დაჭრილი ბაბუა სახლში დარჩა. კი, რა თქმა უნდა და შემდგომ როცა სახლი ალყაში იყო მოქცეული, მეზობლები ცდილობდნენ, რომ სახლში შესულიყვნენ. ამ სპეცოპერაციის დასრულების მერე ერთი რაღაცა გამომრჩა. როცა გოჩა და ომეხი სახლიდან გამოიყვანეს, თვითმფრინავები, ბევრი ვერტფრენები დაფრინავდნენ. და ერთ-ერთი ვერტფრენიდან გაუხსნეს ცეცხლი და რავი რაღაც ყუმბარა ესროლეს, საიდანაც სახლს უკვე ცეცხლის ალი მოედო და რავი ცეცხლის ალში გაეხვია სახლი და ხალხმა ყველა მიცოდა რომ დაჭრილი ვინც იქ იყვნენ ჩემს გვერდზე იმ ადამიანებმა იცოდნენ რომ ბაბუა დაჭრილი იყო და სახლში იყო და ითხოვდნენ რომ შეეშვათ სახლში რომ გამოეყვანათ დაჭრილი ადამიანი სახლიდან და არც ერთ მეზობელს იმის საშუალება არ მისცეს რომ შესულიყვნენ და დაჭრილი ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ. ბიძასთან რომელიც გადარჩა ბატონ გოჩას გულისხმობ ალბათ გისაუბრიათ და ის რას ამბობს რომ როდესაც ის და მისი ძმა ომეხი სახლიდან გამოიყვანეს ბაბუა ცოცხალი იყო კვლავ ბაბუა გონება დაკარგული დატოვეს სახლში მაგრამ დაჭრილი სისხლის დიოდა საიდან დიოდა სისხლი სად იყო დაჭრილი სადღაც აიღლიესთან ყოფილა დაჭრილი და იქ ჭრილობიდან სისხლის დიოდა მაგრამ ცოცხალი იყო კი გასაგებია. მაგრამ გადაადგილება არ შეიძლება, გონებაზე არ იყო. კარგი. გონება დაკარგული ქონდა იმ მომენტში. თქვენ როდესაც უკვე დაიწყეთ მოძრაობა მეზობლის სახლიდან. თქვით რომ სპეცრაზმელები იყვნენ ყველგან. კი ბატონო. მაგრამ ხომ არ იყო ისე რომ შემდეგ ხალხი შემოემატა ან ყველა მხრიდან ისროდნენ და იქ შეჯგუფდა ყველა ორღობეში ვინც კი იყო თავდამსხმელი? აი ვინც კი იყო სიმაღლეებზე ვინც იდგნენ სპეცრაზმელები სპეცოპერაციის დასრულების მერე უკვე დაიძრნენ და იმ სიმაღლეებიდან ჩვენი სახლის მიმართულებით დაიწყეს ჩამოსვლა და მთელმა ჯარმა და სამხედროებმა იქ ჩამოიარეს ჩვენს ეზოში
ფაქტიურად სხვა ჩამოსასვლელი არ არის ეზო ჩვენი სახლის წინ ჩვენი ეზოს წინ გადის გზა რა ცენტრალური ანუ თქვენ ამბობთ რომ სიმაღლეებზეც იყო განთავსებული შეიარაღებული ხალხი თელს პერიმეტრზე არა მხოლოდ ჩვენი სახლის ირგვლივ მთელი სოფლის ირგვლივ სიმაღლეებზე ყველგან განთავსებული იყვნენ ყველგან სპეცრაზმელები იდგნენ რა ვიცი 100-ობით კი არა ალბათ 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იყო რა იმ დროს რაც შეიარაღებული ძალები ყავდა ჩვენს ქვეყანას შინაგან საქმეთა სამინისტროს გულისხმობთ ამ შემთხვევაში კი ბატონო სპეციალური დანიშნულება კი ბატონო და რავი არ გამოვრიცხავრო სამხედროების ყავდათ რა იმიტომ რომ ისეთი იარაღებიდან ისროდნენ მსხვილ კალიბრიანიდან რავი სპეცრაზ თუ აქვს ეგეთი იარაღი არ ვიცი რა რას გულისხმობთ მსხვილ კალიბრში აი ყუმბარ-მტყორცნებიდან ისროდნენ რა თქვენ ნახეთ ეს თქვენი თვალით? ეს ყველამ ნახა ჭურვების ნამსხვრევები, ყუმბარ-მტყორცნების ნამსხვრევები, ასე ეყარა ჩვენს ეზოში მაგის შემდგომ და შენახულიც არის ეგ ნამსხვრევები. გასაგებია. არა მარტო ავტომატებიდან ისროდნენ, მსხვილი კალიბრის იარაღიდანაც ისროდნენ. სახლის რავი ისეთი სიძლიერის იარაღიდან ისროდნენ, რომ სახლის კედელის კი ერთ ადგილას ჩამოანგრია რა. ესე იგი თქვენ გაქვთ ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდი რომ იქ იყო არ იყო მხოლოდ სპეცდანიშნულების ძალა გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. კი ბატონო, აი იმ ფილმში რომელიც ბატონმა ვახტანგ კობახიძემ გადაიღო იქ ასახულია ის ჭურვების ნამსხვრევები რომელიც ჩვენს ეზოში დარჩა მაგ სპეცოპერაციის მერე. როდესაც 2011 წელს შეიძლება ახალგაზრდებს არ ახსოვდეთ ქალბატონ დოდოს ემახსოვრება 2011 წელს მაშინდელმა ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს ასეთი პროექტი სახალხო სასამართლო, იმიტომ რომ არ არსებობდა სამართალი, არ არსებობდა სამართლის და ჭეშმარიტების დადგენის ადგილი. და ასეთი პროექტი შეიქმნა სახალხო სასამართლო, რომელსაც თავმჯდომარეობდა ბატონი მინდია უგრეხელიძე და ქალბატონი დოდო მე მახსოვს რომ იქ იმყოფებოდა გამოკითხვაზე. აი იმ დროიდან მახსოვს თითქოს რომ ძალიან კონკრეტული ინფორმაცია გაჟღერდა თქვენი მხრიდან რომ სხვა რასაც ბატონი გიორგი ამბობს ახლა რომ სხვადასხვა ტიპის შეიარაღებული პირები და ძალები მონაწილეობდნენ და აი ამ თემაზე ხომ ვერ მოგცემთ უფრო მეტ ინფორმაციას კონკრეტულად გიორგის თუ ახსოვს ვინ იყვნენ დიახ მე გეტყვით მე რაც მახსოვს და ჩემი თვალით რაც ნახე არა მარტო მე და მეზობლებმაც ნახეს და დაადასტურებენ იყო რამოდენიმე პირი, ვინც უცხო ენაზე საუბრობდა. იმ დროისთვის მე ქართული და რუსული ვიცოდი, მესმოდა და არც ქართულ და არც რუსულ ენაზე ეგ პირები არ საუბრობდნენ. უცხო ენაზე საუბრობდნენ ფაქტია ერთმანეთს. ორი ადამიანი, რომელიც აი სნაიპერის შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული რა. ეგ ორი ადამიანი მე მახსოვს რომ უცხო ენაზე საუბრობდნენ. რუსულად? არა, არც რუსულად და არც ქართულად. რომელიღაც უცხო ენაზე საუბრობდნენ. თქვენ იმ დროს 12 წლის ხართ და თანაბრად კარგად საუბრობთ სვანურად? დიახ, კი. თანამედროვე ქართულად და რუსული ენაც კარგად ვიცოდი. მეტნაკლებად კარგად იცოდით და არც ერთ ამ სამ ენაზე ისინი არ მეტყველებდნენ. არა, არც ერთ ამ ენაზე. ჩემთვის ნაცნობ არც ერთ ენაზე ეგ ადამიანები არ საუბრობდნენ. ფორმა ეცვათ? ფორმიანები იყვნენ კი. ფორმაც ეცვათ, ნიღბებიც ეკეთათ. როგორ გამოიყურებოდნენ ეს მამაკაცები? მამაკაცები არ ყოფილან სხვათა შორის, ქალები იყვნენ, იმიტომ რომ თმები ჰქონდათ და ხმაც ქალის ხმა ჰქონდათ. და მათ ლაპარაკს სად შეესწარით კონკრეტულად? იქვე ჩვენს ეზოში იდგნენ მთელი სპეცრაზმი ოპერაციის დასრულების მერე ჩვენს ეზოში იყო თავმოყრილი და იქიდან ალბათ 1 საათს მაინც არ გავიდნენ რა ბლოკირებული ჰქონდა ტერიტორია და არც ერთ მეზობელს სახლის მიმართულებით არ უშვებდნენ თავიდან სასტრაფო მანქანა თუ იყო ადგილზე ან სახანძრო იმ დღეს არც სახანძრო, არც სასტრაფოს დახმარების მანქანა არავის არ უნახია. აბა ვინ გადაიყვანა გოჩა? ვერტფრენ გადაიყვანა სპეცრაზმელები. ექიმი იქნებოდა ალბათ ვერტფრენ. სამხედრო ექიმი იყო სავარაუდოდ.
რომელმაც დაათვალიერა და მერე წამოაყენეს ფეხზე და გადაიყვანეს ვერფერანამდე. თქვენ არ გაგსინჯათ სამხედრო ეკიმმა არც ერთი ბავშვი? აბსოლუტურად არავის არ გაუსინჯივარ ჩვენ. მაგაზე საუბარიც კი ზედმეტია. არავისი მდგომარეობა იმ დღეს არ აინტერესებდათ მაგ ხალხს. თქვენ 4 ხართ დედმამიშვილები. დიახ, კი. ის ორი თქვენი დედმამიშვილი კიდევ უმცროსები იყვნენ ლედიზე თუ? ლედიზე უფროსები და ჩემზე უფრო თქვენ შორის იყო. ჩვენ შორის იყო კი. გასაგებია. ორივე ლაშას და ომეხით ჩემზე პატარები არიან. გაგაწყვეტინეთ მე და ბატონი ალეკო კითხვას და გისვამთ და მერე გააგრძელეთ. ბრძანეთ ბატონო ალეკო. ქალბატონ მათიამ გითხრათ რაც მინდოდა მეც მეკითხა, მაგრამ თქვენ ამჟამად თქვენ შესახებ რო გითხრათ სად მოვაწეობ და ქალბატონ ლედი. მე ამჟამად საჯარო სამსახურში მუშაობ, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ვარ. და მე მოვახერხე რომ დამთავრებინა უნივერსიტეტი, რადგან ჩემი ეს პერიოდი უკვე იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სკოლა დაამთავრე, რომ მამაც გარეთ იყო ციხიდან უკვე გამოსული, ხელისუფლება შეცვლილი იყო და მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მე მაინც მიმეღო განათლება. დღეს იურისტი ვარ და მუშაობ ერთ-ერთ ციხეში. მადლობა. თქვენ ამის შემდეგ ოჯახმა გააგრძელეთ სვანეთში ცხოვრება? ჩვენ ამის შემდეგ დაახლოებით 1 წელი ვცხოვრობდით სვანეთში. შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო იქ ცხოვრება. წლისთავამდე ქალბატონი დოდო აზუსტებს, წლისთავამდე დარჩით ადგილზე. დარჩით სვანეთში. თუმცა შეუძლებელი იყო იმ პირობებში ცხოვრება. ერთი სახლი მთლიანი დამწვარი იყო, ცხადია, იქ ვერავინ ვერ იცხოვრებდა, რაც შეეხება მეორე სახლს, უკვე ბავშვები ვიყავით, იყო მთლიანად დაცხრილული და ყველგან იყო ნატყვიარები. შემდეგ მეზობლებმა აღადგინეს დროებით ეს ფანჯრები და კარები, რომ დასახურავი, რომ ცოტა ხანს გვეცხოვრა იმ სახლში. დავრჩით ესე ფაქტობრივად ღიაცის ქვეშ პატარა ბავშვები, დედა ჩემი, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები შეიქმნა ამ დღის შემდეგ და ბებია. დანარჩენი ოჯახის წევრები, მამაკაცები, ვინც ცოცხალი გადარჩნენ, დააპატიმრეს, როგორც მოგახსენეთ, ომეხი და შმაგია ფრესიძე. მიუსაჯეს პატიმრობა 18 წლით და 20 წლით, მათ ცხადია უკანონო პატიმრობაში იყვნენ ისინი წლების განმავლობაში. რაც შეგვეხება ჩვენ, შემდეგ უკვე გადმოვედით სვანეთიდან საცხოვრებლად ნათესავთან, მათ სახლს შევაფარეთ თავი და ეს არა, წალკის რაიონში, ბებიას ძმა ცხოვრობდა იქ და იქ შეგვიფარეს. ეს გავაგრძელეთ ასე თუ ისე ცხოვრება, თუმცა პარალელურად ამ სპეცოპერაციის საშინელება არ იკმარეს, რაც გადაგვატანინეს და ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო მძიმე პერიოდი, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით, მამა ჩემი ციხეში იყო, ბიძა ჩემი ციხეში იყო და მათ მიმართ ხორციელდებოდა მუდმივად არაადამიანური მოპყრობა. აბსოლუტურად ყველა მათი უფლება დაირღვა დაკავების მომენტიდან. როგორც გითხარით, ისინი უკანონო პატიმრები იყვნენ. იქამდე არავითარ დანაშაულში ისინი ბრალდებულები არ იყვნენ, არც შმაგი და არც გოჩა. ამ სპეცოპერაციის მომენტში ისინი დააკავეს და იმისთვის, რომ ეს სპეცოპერაცია გაემართლებინათ, ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ბარამიძე და სხვა ხელისუფლების წევრები მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ აფრესიძეები შეერაცხათ დამნაშავეებად. იგონებდნენ სხვა დანაშაულებს და აბრალებდნენ ჩვენს ოჯახს. ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანიც ის იყო, რომ იმ პერიოდში არსებული გაუხსნელი დანაშაულები ვინმესთვის დაებრალებინათ და ამისთვის სწორედ ჩვენი ოჯახი აირჩიეს და
იყო გარკვეული დანაშაულები, რომლებსაც აბრალებდნენ მაგალითად კალაძის გატაცებაში და დანაშაულეს თავდაპირველად ასევე გოგინაშვილის კი ბატონო კახა კალაძის ძმის გატაცებაში და ასევე გოგინაშვილის გატაცებაში და იყო კიდევ სხვა პატარა ბავშვი იყო რომელიც ასევე იმ პერიოდში კი ბატონო სამწუხაროდ ამ დანაშაულებს აბრალებდნენ თუმცა საბედნიეროდ მათი უსამართლო გამოძიების ფარგლებშიც კი ვერ დაადასტურეს ეს რომ რაიმე შემხებლობა ჰქონდათ ჩემს ოჯახის წევრებს ამ დანაშაულთან და უკვე მოგვიანებით იპოვეს კალაძის ძმის გამტაცებლებიც და ვერ შეძლეს რომ ეს დანაშაული დაებრალებინათ საბოლოოდ აფრასიძეებისთვის და კიდევ რასაც მინდა ხაზი გაუსვა არის რომ ჩვენს ოჯახში სპეცოპერაციის დღესაც და სპეცოპერაციის დღემდეც ცხოვრობდა რუსი ეროვნების მამაკაცი, რომელიც თავს აფარებდა ჩვენს ოჯახს, მუშაობდა ჩვენთან წლების განმავლობაში. ამ სპეცოპერაციის დღეს დააკავეს ისიც ვლადიმერ მურავიოვი იმ ბრალდებით, რომ ვითომ იყო აფრასიძეების ოჯახის ეგრეთ წოდებული სნაიპერი და სპეცოპერაციის დროს ვითომ წინააღმდეგობას უწევდა ვინმეს, ესეთი ბრალდება ჰქონდა მას წარდგენილი. და ეს ადამიანი შემდგომ გამოიყენეს იმისთვის, რომ ცრუ ჩვენებები მიიღოთ კალაძის ძმის გატაცების საქმესთან დაკავშირებით და გოგინაშვილის გატაცების საქმესთან დაკავშირებითაც არის კადრები, ჩვენებები მისი, სადაც ის ამბობს, რომ ვითომ დაინახა ამ სახლში ეს გატაცებული პირები, რაც შემდეგ დადასტურდა, რომ ასე არ იყო. და ნათელი გახდა ყოველთვის. ქალბატონო ლედი და ქალბატონ დოდოს უკეთესად ემახსოვრება. იქ შემდეგ შეიცვალა, დრო გადიოდა, ეს თემა მუსირებდა და არაერთ რამეს აბრალებდნენ უკვე გარდაცვლილ აფრასიძეებს, ცოცხლად დარჩენილ აფრასიძეებს და მე მახსოვს ვანო მერაბიშვილის საჯარო გამოსვლები, სადაც ხომ ასეა ბატონო სოზარ, სადაც ის ამბობდა, რომ აი რაღაცა იქ გათხარეს, აღმოაჩინეს ძვლები და შემდეგ ჩაუტარდა ამ ძვლებს ექსპერტიზა და რა აღმოჩნდა, ვისი ძვლები იყო ეს? კი ბატონო, მოგახსენებთ, ეს იყო უკვე მეორე სპეცოპერაცია ჩაატარეს. აი რო გითხრათ უფრო მეტი ამის შესახებ. ამ სპეცოპერაციის შემდგომ რამდენიმე თვეში ამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოფელ ეცერში საკმაოდ დიდი რაოდენობით, ასევე წამოიყვანეს ჩვენთან მცხოვრები ის ადამიანი, რომელსაც წეგან მოგახსენეთ, რომ რომელსაც აიძულებდნენ სრულ ჩვენების მიცემას. და ჩვენი სახლიდან დაახლოებით 1 კილომეტრში იყო მაშინ მე-19 საუკუნის საგვარეულო სასაფლაო, რომელიც გათხარეს, იქიდან აიღეს ძვლების ფრაგმენტები და წაიღეს ექსპერტიზაზე. პარალელურად, როცა ეს ხდებოდა, ბრიფინგი ჩაატარეს ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა და საზოგადოებას ამცნეს, რომ საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს 8 გვამი, რომელიც ეკუთვნოდათ იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს. ესეთი ინფორმაცია მიაწოდეს მაშინ საზოგადოებას, თუმცა ძალიან მალევე დადასტურდა, რომ ეს ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, იყო მე-19 საუკუნის ნეშთები და ამიტომ მაგრამ საზოგადოებისთვის ეს სრულ ინფორმაცია უკვე იყო მიწოდებული და რეალურად თქვენი ოჯახის არაერთი წევრი, რომელსაც საერთოდ კანონთან არანაირი პრობლემა არასდროს არ ქონია და მით უმეტეს არასრულწლოვნები, ასე ვთქვათ, ეს იარლიყი ოჯახს და გვარს მიაწებეს როგორც დანამდვილებით დამნაშავეები, რომლებიც როგორც თავად ამბობდნენ, მეცაც კი იმსახურებდნენო, ამითაც ამაყობდა თავის დროზე სააკაშვილი, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგის და ლედის მონათხრობს ისმენს და ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც მცირეწლოვან ბავშვებს თავს დაესხმება,
უნდა იცოდეს, რომ თვითონ მოხუცდება და მცირეწლოვანი ბავშვები დიდები იზრდებიან და ხდებიან ისეთი სასახელოები, როგორიც დღეს ჩვენს წინაშე არის ქალბატონი ლედი და ბატონი გიორგი. მე მინდა ცოტა ესეთი შერეული კითხვა დაგისვათ ორივეს, ახალგაზრდები ხართ. თქვენ ძალიან ადრეულ ასაკში თავს დაგატყდათ გაუგონარი უბედურება. ხომ არ არის ხოლმე თქვენ ცხოვრებაში დღეს ამ ასაკში რაღაცა მომენტები, რომ ატყობთ თქვენ თავს, რომ გაბოროტებულები ხართ, ან ემოცია დაგძლებთ ხოლმე და რაღაცაში გინდათ ეს გამოხატოთ. არის ასეთი. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ არ გავბოროტებულიყავით, თუმცა დღემდე გვაქვს უსამართლობის განცდა, რადგან არც სააკაშვილი, არც ბარამიძე ის ადამიანები, ვინც იყვნენ ამ საშინელების ავტორები, არც ერთი ამ დანაშაულის, ამ მძიმე დანაშაულის გამო არ არიან დასჯილი. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ისინი ასე თუ ისე აუცილებლად აგებენ პასუხს ამ საშინელებისთვის და არა მარტო ამ ამბისთვის, არამედ ყველა იმ დანაშაულისთვის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ჩადიოდნენ. გიორგი, თქვენ დღეს ხართ რამდენი წლის? 34 წლის. 34 წლის კაცი, რომელსაც 12 წლის ასაკში გადახდა ის, რაც მოვისმინეთ, თვალწინ დაუხოცეს ოჯახის წევრები და 12 წლის ასაკში მოგიწიათ დაგეწყოთ იმის გარკვევა, რომ რომელი ვერტმფრენი როგორ გამოიყურება და რომელი იარაღი როგორი კალიბრის არის სამწუხაროდ. დღეს თქვენ რას ეტყოდით ამ გადასახედიდან თქვენი ასაკის გოგო ბიჭებს, ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს, თქვენზე უმცროსებს? ვარ გაქვთ რაიმე სათქმელი? კი ბატონო. მე შემიძლია ყველას უთხრა, რომ ესეთი საშინელება, რაც ამ ადამიანებმა ჩვენ გადაგვატანინეს ყოფილმა ხელისუფლებამ და კერძოდ სააკაშვილმა და ბარამიძემ, ეგეთ საშინელებას მე არავის არ უსურვებ, მტერსაც კი. და ვთხოვ ყველას და ჩემი რჩევა იქნება, რომ გადახედონ წარსული ხელისუფლების საქმიანობას, გადახედონ იმას, თუ რას ჩადიოდნენ ეს ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში და მერე შეაფასონ ადეკვატურად და სწორად წინა ხელისუფლების საქმიანობა. და მიხვდებიან, რასაც ჩადიოდნენ. უბრალოდ აი დღევანდელი ეს კადრებიც რო ნახონ, ეგეც საკმარისი იქნება, რომ რავი, ყველამ გაიგოს თუ რა ჩადიოდა წინა ხელისუფლება, როგორც ქვეყნის, ასევე ყველა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ვერ იტანდნენ სამართლიან და ვაჟკაც ადამიანებს ვერავის. რავი, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ თუ ვინმე ისეთი ადამიანი იყო, ვისაც რეპუტაცია ჰქონდა, ვისაც სახელი ჰქონდა, მე ჩემს მაგალითს ვიტყვი, ბაბუაჩემს ევგენის ძალიან დიდი სახელი და რეპუტაცია ჰქონდა მთელ სვანეთში. ყველა იცნობდა, ყველა პატივს სცემდა და ისე ჰქონდა თავისი წარსული ცხოვრება, ნაცხოვრები, რომ ყველას პატივისცემას იმსახურებდა და არავის არ ქონია მაგ ადამიანთან არავითარი პრობლემა სვანეთში. აქედან გამომდინარე შეარჩიეს ისეთი ოჯახი, ვისთვისაც შეიძლებოდა ეგეთი რამის გაკეთება და რისი საშუალებიდან შემდგომ დააშინებდნენ მოსახლეობას, რომ აი ჩვენ რა ძლიერები ვართ, ჩვენ რა მაგრები ვართ, აფრასიძეების ოჯახიც კი რა დღეში ჩავაგდეთ და თუ ვინმე ხმას ამოიღებთ და თუ ვინმე რამეს გაბედავთ, რა დღეში ჩავარდებით, კი ხედავთ აგერ. აი ეს იყო მაგ ხელისუფლების ძირითადი გზავნილი. გასაგებია. ჩვენ აქ როცა ამ თავდასხმაზე და ოჯახის განადგურებაზე საუბრობთ, იურისტია ქალბატონი ლედი და მან კარგად ახსენა და მინდა მას გამოვეპასუხო. როდესაც ამხელა ოჯახში არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს კანონიერად ან უკანონოდ ძებნილის სტატუსი. როდესაც ამ ადამიანთან გულისხმობ გარდაცვლილ მოკლულ ომეხი აფრასიძეს.
როდესაც ამ ადამიანთან და მეც კი შემიძლია დავადასტურო არამც თუ ისეთ ჩემზე უფროს და უფრო მეტად გათვითცნობიერებულ ადამიანებს, როგორც ბატონი სოზარია. შემიძლია დავადასტურო, რომ ომეხი აფრასიძის დაკავებას მესტის მუნიციპალიტეტში ან მის მიღმა საერთოდ არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ იყო, მით უმეტეს იმდროინდელი სახელმწიფოსთვის, რომელიც ნელ-ნელა ძალას იკრებდა, ფეხზე დგებოდა და ძალოვან სტრუქტურებს ისეთი მინისტრები ყავდათ, რომ ჩვენ ბევრი საქმე მოვისმინეთ და მინისტრს არ აინტერესებდა პოლიციელი გაიწირებოდა თუ არ გაიწირებოდა, თავდაცვის მინისტრს არ აინტერესებდა ჯარისკაცი გაიწირებოდა თუ არა. არავითარი პრობლემა არ იყო ისეთი სპეცოპერაციის დაგეგმა, თუ საერთოდ სპეცოპერაცია იქნებოდა საჭირო, რომ თუ ეს იქნებოდა კანონის ფარგლებში და დასაბუთებული ფაქტებზე დაყრდნობით, საჭიროების შემთხვევაში ომეხი აფრასიძე ყოფილიყო დაკავებული და როგორც ქალბატონმა ლედიმ თქვა, შემდგარ იყო სასამართლო, იქ იქნებოდა არგუმენტები, იქნებოდნენ ადვოკატები და თუ ჩათვლიდნენ, რომ იყო დასაბუთებული ბრალი, გაასამართლებდნენ იმ ერთ ადამიანს, რომელიც კანონიერების ფარგლებში მოიხდიდა სასჯელს და თუ ვერ დაასაბუთებდნენ, გამართლდებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ქალებზე, ბავშვებზე და უდანაშაულო ძმებზე, ომეხის ორ ძმაზე, თავდასხმა და ოჯახის განადგურება ბოლომდე. თითქმის ბოლომდე. ქალბატონი დოდო გვისმენს მოთმინებით, მე წევრებს დაუთმობ სიტყვას და ქალბატონ დოდოსაც რომ მივცეთ საუბრის საშუალება თუ შეიძლება. ბატონ თენგის აქვს პირველი შეკითხვა, შემდეგ ბატონი სოზარი, შემდეგ ბატონი ილია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მეც მისურვებ თქვენთვის ძიმეა იმ წუთების გახსენება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის მოგვიწევს ამის გახსენება. თქვენთვის ნაცნობი პოლიტიკური იმდროინდელი ფიგურებიდან თუ ამოვიდა ვინმე ამ დღეებში, თქვათ, ამ სოფელში, ან თუ დაგინახავთ ასეთი. კი ბატონო, მოგახსენებთ იმ დღეს სპეცოპერაციის დღეს ბარამიძე იწონებდა თავს ჩვენს ეზოში კადრების გადაღებით გიორგი ბარამიძეს სპეცნაზელებთან ერთად იდგა ჩვენს ეზოში და რა ვიცი ვიდეოებს იღებდნენ, ფოტოებს იღებდნენ და ამაყობდნენ იმით რაც ჩაიდინეს. თქვენ იქ იყავით იმ დროს მინისტრი რო თქვენს ეზოში იქ საინტერესოა მაშინდელ მინისტრს რა აქვს ბავშვისთვის დღეს სათქმელი. და აი თქვენ თუ საშუალება გექნებათ რომ ბატონს ვერ უწოდებ არაკაც ბარამიძეს ეგეთი კითხვა დაუსვათ რომ როცა ადამიანი დახვრიტეს და ქუჩაში დააგდეს ამდენი ნატყვი არ იქონდა ასე დაფლეთილი სხეული ქუჩაში ეგდო რატო არ გაუჩნდათ თუ როგორც თვითონ იძახის შემდგომ ინტერვიუში თქვა რომ თურმე ომეხი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა რატომ არ გაუჩნდათ იმის სურვილი რომ ადამიანი რომელიც ტყვიებით იყო მკვდარი გადაეტანათ ექსპერტიზაზე გადაიყვანათ ცხედარი და ჩაეტარებინათ ექსპერტიზა თუ რა ვითარებაში მოკვდა რა ტყვიით მოკვდა დანით მიყენებული ჭრილობებიც ჰქონდა ომეხის ცხედარს ასევე ჰქონდა ტყვიების მიყენებული ჭრილობები და რავი ყუმბარის არ ვიცი მაგრამ ისეთი მსხვილი კალიბრის იარაღის ჭრილობები ჰქონდა მთელი სხეული დაფლეთილი ჰქონდა რა ხო უნდა გაჩენოდათ იმის სურვილი მაინც ის ხო მაინც უნდა გაეკეთებინათ სახელმწიფო თუ იყო ხო უნდა გაერკვიათ რომ ეს ადამიანი რითი იყო დაღუპული და რითი იყო მკვდარი თუ იმას იძახის რომ ადამიანი მოკლეს სპეცოპერაციის დროს რატო არ გადაიტანეს ის მიცვალებული ცხედარი და რატო არ ჩაუტარეს ექსპერტიზა რომელი ექსპერტიზაც დაადასტურებდა რომ არა იმ დროს მოკლეს როცა აყვანის დროს არამედ დაკავებული დაპატიმრებული ხელბორკილდადებული ადამიანი წამებით მოკლეთ რო ვთქვათ ამ ყველაფერს დაადასტურებდა ის ექსპერტიზა რომელიც არ ჩაუტარეს მაგ დროს სამწუხაროდ ის ნათელია სურათი და სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ რომ რა თქმა უნდა სპეცოპერაციის დაწყების წინ ოპერატიული თვალთვალი აუცილებლად იქნებოდა და იმის დადგენა რომ იქ ბავშვები იმყოფებოდნენ რა თქმა უნდა მათ ეწოდინებოდათ იმიტომ რომ ეს არ ხდება სადაც დაკავება
ან სპეცოპერაციას გეგმავ, რამდენიმე დღე ხდება, შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში დაკვირვება იმ სახლზე, იმ ოჯახის წესჩვეულებებზე, როდის იღვიძებენ, როდის იძინებენ, როდის რა ხდება, ეს ძალიან ელემენტარული საკითხებია და იმის ცოდნა, რომ იქ 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, ეს არ ვიცოდითო, ამას დედამიწაზე ვერავინ ვერ დაამტკიცებს. ეს არის წარმოუდგენელი. და ეს იმდენად შემზარავი ამბავია, თუნდაც მხოლოდ ბავშვებთან დაკავშირებით. და მეორე, რა თქმა უნდა, სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებული იყო, მით უმეტეს გაუსამართლებლად ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია რაიმე დასჯაზე, ნებისმიერი ფორმით, არათუ სიკვდილით. და როდესაც მთელი სოფელი ადასტურებს, რომ ხელბორკილდადებული ადამიანი გამოიყვანეს სახლიდან და შემდგომში მრავალი ჭრილობით გარდაიცვალა, ჩავთვალოთ თქვათ, რომ ყველანაირი დანაშაული, რაც დედამიწაზე არსებობდა, მას ჰქონდა ჩადენილი. სასამართლოს გარეშე ჯერ ერთი იმ ქვეყანაში, სადაც სიკვდილი დასჯა იმ დროს არ მოქმედებდა, მეორე ერთი მით უმეტეს გაუსამართლებლად, ეს არის ყოველად წარმოუდგენელი ფაქტი და არც ერთ ცივილიზებული კი არა, ნახევრად ცივილიზებული ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს და არ უნდა მომხდარიყო. ამიტომ ეხლა ვინმე იმის მტკიცება, რომ მათ დამნაშავესთან ჰქონდათ საქმე და იმიტომ მოიქცნენ ასე, ეს არაფრის გამართლება არ არის და არ შეიძლება იყოს. ეს არის წარმოუდგენელი. ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ხელბორკილდადებული კაცის დახვრეტა, ეს არის, ძალიან მძიმე დანაშაული, ძალიან მძიმე. და ეს იყო წინასწარ გაცნობიერებული. მით უმეტეს არ ვიცი, ახლა ამდენი წლის შემდეგ რამდენად არის ეს შესაძლებელი, ვინ იყვნენ ის უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, ის სნაიპერები, წარმოიდგინეთ. ჩვენ ვიცით, რომ ქალი სნაიპერები, როგორც წესი, ცნობილი არიან და მაღალი დონის პროფესიონალები არიან, ვინაიდან ისინი ნაკლებად ეწევიან სიგარეტს, ნაკლებად არიან მიდრეკილი სხვა მისაკენ და იმ მომენტისათვის აფხაზეთის ომის დროსაც ვიცით, რომ ჩვენ წინააღმდეგ ბევრი სნაიპერი ხალი იბრძოდა. საიდან მოიზიდეს, ვინ იყო ეს ხალხი, რა სჭირდებოდათ მით უმეტეს ამდენი სპეცრაზმელის ფონზე კიდევ ვიღაც უცხოელი სნაიპერების მოყვანა, ეს არ ვიცი, რა დონეზე დაგეგმილი დანაშაულია, უკვე წარმოუდგენელი. გონებაც კი ვერ წვდება ამის გააზრებას. და მე მინდა რომ ეს ჩვენმა მოსახლეობამაც კარგად გაიაზროს. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა და კარგია რომ ეს კომისია შედგა, იმიტომ რომ ეს ყველამ ერთად უნდა მოვისმინოთ. ასეთ დეტალები არ ჩვენ ვიცოდით, რა თქმა უნდა და პირველად გვესმის და ყველამ უნდა მოისმინოს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამის გამეორება საქართველოში არასდროს არ უნდა მოხდეს. და იმ ადამიანებმა ოდნავ სინანული მაინც გამოთქვან, რომ შეიძლება ის მაინც თქვან, რომ მე უბრალოდ დაკავება მქონდა დაგეგმილი და ვიღაცა პროფესიონალმა პოლიციელმა მაღალჩინოსანმა არასწორად აღასრულა. არა, პირიქით კონჩეტევაზე გადმოდიან და სინანულის არანაირი ერთი წვეთი არ გამიგია არავისგან, რომ თუნდაც რაღაცა გული წყდებოდეთ, რომ უფრო მეტი მაინც გვემუშავა ამ თემაზე, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო, ამ ბავშვები არ დაზიანებულიყვნენ. არავის არაფერი არ ადარდებს, არავის ამდენი წლის გასვლის შემდეგაც მე ერთი არ მომისმენია ვინმესგან, რომ სინანულს გამოთქვამდეს ამ ოპერაციის, ან სხვა მოვლენების გამო, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. ეს არის ყველაზე უფრო ცუდი და კარგია რომ ამას ჩვენი მოსახლეობა ისმენს და ჩვენ ყველამ ერთად. მე არ მაინტერესებს არავის პოლიტიკური მოსაზრება, როცა ადამიანის ღირსებას და სიცოცხლეს მით უმეტეს ეხება საქმე. ამნაირ საკითხებზე უნდა ვიყოთ ყველა ერთი აზრის. თუ ასე არ ვიქნებით, ჩვენ ქვეყანას მომავალი არ ექნება და ყველას გვინდა, ყველას ერთად რომ ჩვენ ქვეყანას გქონდეს მომავალი. რომ გქონდეს მომავალი, ეს აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს ასეთი რამ. მადლობთ. მადლობა ბატონო თენგიზ, ბატონ გურამს ვთხოვ თუ ბატონი სოზარი მოგცემს საშუალებას, ვინაიდან ბატონ გურამს მადლობა. საკომიტეტო მოსმენა აქვს და რო ახსნა რა. დიდი მადლობა ბატონთეამ. პირველ რიგში ყველა იმ ახალგაზრდას ვეტყვი, რომელიც ხშირად ამბობს ხოლმე, რომ მე არ მახსოვს რა ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს და ასე შემდგომ, უყუროს ჩვენი კომისიის ხდომებს და
იმ სამწუხარო ამბებს, მაგრამ რეალურად დაინახავს რა ხდებოდა. თან იმ ცოცხალი მოწმეებისგან და მაშინ რომ მცირეწლოვანები იყვნენ და დღეს აი ზუსტად იმ ახალგაზრდა ადამიანების წლოვანების არიან ახლა ბატონი გიორგი ქალბატონი ლედი. მე რა კითხვა მაქვს, თქვენ აღწერეთ ეს დეტალები და ისიც ახსენეთ, რომ თქვათ იქ ერთადერთი ძებნილი იყო და თქვათ პირდაპირ დაიწყეს სროლა, იქიდან არავითარი წინააღმდეგობა არ იყო და ასე შემდგომ. და რომ ამ ოჯახზე იყო იერიშში მიტანილი. იმის შემდგომ ბევრი დრო გავიდა. მე ხო არა გაქვთ ეჭვი, რომ რატომ მაინდა-მაინც აი თქვენი ოჯახი ამოირჩიეს და თქვათ აი ესე სასტიკად დაიწყეს გასწორება. რაღაცა კონდათ თუ უბრალოდ საჩვენებლად გააკეთეს, რომ დემონსტრაცია იყო ეს 2-3 თვის მოსული იყო დაახლოებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა მაშინ და უბრალოდ აი ესე მოხდა თქვენი ოჯახი. კი ბატონო, პირველი რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, იყო სწორედ ჩვენს ოჯახზე თავდასხმა. ამ თავდასხმის მიზანი იყო ის, რომ დაეშინებინათ მთელი საზოგადოება, დაემონებინათ და ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ის თუ რაზე იყვნენ წამსვლელები და ეჩვენებინათ ის, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლესაც კი, მათ შორის ბავშვების სიცოცხლესაც კი არავითარი ფასი არ ქონდა. როგორც აღნიშნეთ, ბაბუაჩემი იყო ადამიანი, რომელიც მისი გამლილი ცხოვრებიდან გამომდინარე გარკვეული პატივისცემი და გავლენით სარგებლობდა სვანეთში. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ ამ პერიოდისთვის მის მიმართ არავითარი სისხლის სამართლის გამოძიება არ მიმდინარეობდა და არც ერთ დანაშაულში ის ბრალდებული არ ყოფილა. ის იყო უბრალოდ კაცი, რომელსაც პატივს სცემდა მთელი სვანეთი, კაცი, რომელიც ვერ იტანდა უსამართლობას და არასდროს არავის არ მისცემდა არც საკუთარი თავის და არც სხვისი დაჩაგვრის უფლებას. სწორედ ასეთი ვაჟკაცების ეშინია დღემდე სააკაშვილს და ეშინოდა მაშინაც და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აირჩიეს მაშინ ჩვენი ოჯახი, რომ ეს თვალსაჩინო ყოფილიყო ყველასთვის. რომ არავის არ დაინდობდნენ, მათ შორის არც ბავშვებს, არც ქალებს და არც უდანაშაულო ადამიანებს. და ამ სპეცოპერაციის მასშტაბით ამაზე მეტყველებს. დიდი მადლობა, პასუხი რეალურად გასაგებია, 3 თვის მოსული ხელისუფლებისგან იყო გზავნილი საზოგადოებაში, რომ აი ჩვენ ამ მეთოდებით ვაპირებთ მართვას. მადლობა. ძალიან დიდი ბოდიში რომ მოგიყვანეთ და განგიახლეთ ეს ტკივილი, მაგრამ მე მგონი საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაც მოხდა და კიდევ ძალიან დიდი ბოდიში რომ ამდენი ხანი ამ საქმეზე არ დამდგარა სამართლიანი განაჩენი და ჯერ კიდე გამოძიება არ არის დამთავრებული. ეს არის უბრალოდ სირცხვილი ჩვენი ხელისუფლების ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა. კითხვები მქონდა რა თქმა უნდა და დავსვამ მოღოდ მანამდე ბატონმა თენგიზმა იმდენჯერ ახსენა, რომ სრულიად წარმოუდგენელია დაუჯერებელ ამბებს ყვებით, გონებაც კი ვერ წვდება, მინდა რამდენიმე რამე ვთქვა ამ ამბებზე. აი, რო თქვენ რო ყვებოდით, რომ საფლავების გახსნა და საზოგადოებას მინდა მოუყვე. ესე იგი, დააბრალეს თითქოს მათი მოკლული იყო 15 წლის მარიამ გოგინაშვილი და კახა კალაძის თბილისის მერის ძმა ლევან კალაძე, მაშინ ფეხბურთელი იყო კახა ცნობილი და აი აიტანეს თბილისიდან ტრიბუნა, როგორც ცხინვალში დარბოდა სააკაშვილი ტრიბუნით, ესე თბილისიდან აიტანეს ტრიბუნა და იქ ჩაატარეს ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრმა, თუ მაშინ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო მე მგონი, აღარ მახსოვს მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა და თქვეს, რომ აი ეს ორი საქმე არის გახსნილი და თითქოს მათი გვამები არის ამოცნობილი, რომელიც აღმოჩნდა 1 საუკუნის წინანდელი, 19 საუკუნის გვამები. მარიამ გოგინაშვილის 15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე სამწუხაროდ დღემდე არ არის გახსნილი, ლევან კალაძის საქმე გახსნილია და მისი დამნაშავეები დღეს სასჯელს იხდიან და მისი საფლავით თბილისში იქნა აღმოჩენილი ვაზისუბანში. აი ასეთ რამებს ჩადიოდნენ. რა წერან ბატონი სოსორობაქიძე იყო და ისიც ამბობდა, რომ ყველაფრის სათავე არის ერთი ადამიანი და ასევე თქვენ თქვით, რომ სინანული არ მოგიგონიათ, ან იქნებ ვინმეს ეთქვა, რომ დაკავება ჰქონდა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, არანაირი დაკავება არ ჰქონდათ დაგეგმილი. მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი. ეგ თქვა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 2 სექტემბერს სასტუმრო რედისონის გახსნისას.
2009 წელს სასტუმროს გახსნაზე ამის თქმა რომ მოგინდება ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ უბრალოდ დაურჩევლობის სრული განცდა ჰქონდა და უბრალოდ მინდა წავიკითხო. ბოდიშ ვიხდი იმ განცხადებების გამო, რომელიც თქვენი ოჯახის მიმართ მან გააკეთა, რომელსაც არაფერი სიმართლესთან არ აქვს, მაგრამ მე მინდა დავადასტურო. მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების. ერთი წამით ამას არ ვნანობ. ეს იყო ბანდა იქ აფრასიზების, რომლებიც აკონტროლებდნენ მთელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო ჯერ კიდევ კოშკში, საბჭოთა დროიდან კოშკში და ჩემი ბრძანებით ვერტფრენებით გახსნილ იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით. ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ამოისუნთქა მთელმა სვანეთმა. ასე ვამყარებდით საქართველოს წესრიგს და წესრიგის გარეშე არ არსებობს განვითარება და არც ერთი კომპრომისი არ იქნება ამ საკითხში დაშვებული. ამას აღიარებას აკეთებს პრეზიდენტი, კრიმინალი ადამიანი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის მრავალი დანაშაულის გამო და სამწუხაროდ იმ დანაშაულთა შორის არ არის აი მის მიერ გაცემული ეს ბრძანება და ეს დაგეგმილი ოპერაცია. ოპერაცია, როდესაც ეგან ბავშვები ყვებოდნენ, რომ ყუმბარებს გვესროდენო, მაყურებელს ალბათ ეგონებოდა, რომ საიდან იგონებენ რა, ეს რაღაცა ზღაპარია და მტკიცებულებებიც არსებობს, ფილმშიც გადაღებულია თქვენ თვით, მაგრამ პირდაპირ ამბობს, რომ რაკეტებით განადგურების ბრძანება მივეცი ვერტფრენებიდან, ამას აღიარებს სააკაშვილი და მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა, სანამ ეს ოპერაცია დაიგეგმებოდა, ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ინაუგურაცია ჯერ კიდევ არ არის მომხდარი, ანუ სადღაც ეს არის 2004 წლის 17 იანვარამდე, ამბობს ასევე ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ მე მივეცი დავალება იუსტიციის მინისტრს ადეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ბარამიძეს რომ და კარგად მოისმინონ ციხის გარეთ ყოფმა კრიმინალებმა და ციხეში დაბუდებულებმაც, რომ გამოიყენონ ძალა, ანუ იუსტიციამ და ბარამიძემ. და ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გახსნან ცეცხლი და ადგილზე მოკლან და გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც ეცდება სიტუაციის არევას. და ბოლო ჩვენ ამ ხალხისთვის წვიები არ გვენანება. აი ეს ხო კრიმინალების ხელისუფლება, რომელიც მართავდა ამ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებას და როდესაც ამბობს ბანდაზე ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ გავემეორებ. ამ 4 ადამიანიდან 3-ის მიმართ არ არსებობდა არანაირი ძებნა, არ არსებობდა არანაირი რამე ინკრიმინირებული დანაშაული, რომ მათ შეიძლება ქონოდათ ჩადენილი. დიახ, ომეხ აფრასიზეზე არ არსებობდა ძებნა და ამას მე მიუბრუნდები. და ამ უდანაშაულო ადამიანებიდან 2 ხო მოკლეს და 18 და 20 წელი მიუსაჯეს და ალბათ დღესაც ციხეში იქნებოდნენ თუ იქნებოდნენ ცოცხლები, რა თქმა უნდა, რო არ შეცვლილიყო ხელისუფლება. ეხლა მე მაქვს ასეთი კითხვა. გოჩასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ძიმედ დაჭრილი შევიდა, საავადმყოფო როგორ პირობებში გაუკეთეს ოპერაცია, ეს ამაზე ვილაპარაკეთ. აი შემდეგ რა ხდებოდა მის მკურნალობასთან დაკავშირებით? ხა მე ძალიან კარგად მახსოვს პერიოდი, მაგრამ მინდა თქვენგან მოვისმინო. კი ბატონო. გოჩას დაკავების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან ძიმე, თუმცა ამაზე არავითარი რეაგირება მაშინდელ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს არ ქონიათ. მან ციხეში ყოფნის პერიოდში დაკარგა მხედველობა მარჯვენა თვალში, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და ამ მოთხოვნით, რომ გოჩას მხედველობა შეენარჩუნებინა, ის ებრძოდა ძლიერ ტკივილს და ეს ტკივილი არ ქონოდა, სჭირდებოდა ერთი ოპერაცია, რომელიც იმ ხელისუფლების პერიოდში არ გაუკეთეს, მანამ სანამ მხედველობა არ დაკარგა მარჯვენა თვალში სრულად გოჩა აფრასიძემ. ამ მოთხოვნით თავადაც შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ასევე შიმშილობდა ადვოკატიც კი, რომელიც მის უფლებებს იცავდა. მალხა ჯანგირაშვილი ადვოკატი, რომელსაც კარავი ქონდა გაშლილი ჩვენ სახალხო დამცველის ოფისის ეზოში და ეგ შიმშილობდა ამ მოთხოვნით. შიმშილობდნენ იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ უკანონო პატიმრისთვის, თუმცა გოჩამ ციხეში ყოფნის პერიოდში დაკარგა მხედველობა, როგორც თქვი და ასევე დაავადდა გარკვეული დაავადებით, რაც მაშინ ძვინვარებდა იმ დროინდელ ციხეებში. ასევე მინდა ვთქვა ის პირობები, რა პირობებშიც ყავდა ჩმაგი და გოჩა ციხეში. ისინი
6 კაციან საკანში იყვნენ მოთავსებული 40-30 პატიმართან ერთად და ეს ალბათ არავის არ გაუკვირდება, იმიტომ რომ სტანდარტი იყო მაშინდელი ციხეების ასეთი და პატიმრებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებოდათ სამედიცინო დახმარება, არ უწევდნენ შესაბამის დახმარებას. დღეს სააკაშვილი რომ კლინიკაში ნებიურობს, ამ პირობებში ნამდვილად არ ყოლიათ მაშინ არავინ და სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ციხეში იხდიდეს სასჯელს უამრავი სხვა დანაშაულისთვის და მათ შორის ჩვენი ოჯახის მიმართ ჩადენილი ამ სასტიკი დანაშაულისთვისაც. გოჩას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ასევე ჩვენი პატიმრების გოჩას და შმაგის ციხეში ყოფნის პერიოდში ირღვეოდა მათი უფლებები. ასევე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენ იმ დროს მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელთაც წარმოებაში მიიღეს ჩვენი საქმე, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ახალი ეტაპი. იქ განხორციელდა ზარები ჩვენს ოჯახის წევრებთან, მათ შორის ჩვენს ნათესავებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვეწყვიტა ეს საქმე, სხვა შემთხვევაში სტრასბურგის გადაწყვეტილების ნაცვლად მივიღებდით გვამებს, გულისხმობდნენ გოჩას და ომეხის, რომლებიც მაშინ ციხეში გოჩას და შმაგის ბოდის გიხდით, რომლებიც მაშინ ციხეში იყვნენ და ეს მუქარა იყო ძალიან რეალური და ამ მუქარის განხორციელების საფრთხე კიდევ უფრო რეალური, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა რომ ისინი მოეკლათ და მხოლოდ იმის წყალობით რომ ხელისუფლება შეიცვალა ისინი საბედნიერო ცოცხლები გამოვიდნენ ციხიდან, თორე დარწმუნებული ვარ რომ მათაც ციხეში მოკლავდნენ, ისეთ პირობებში იყვნენ და კიდევ ერთი რამაც მათი სიცოცხლე შეინარჩუნა იყო ის, რომ ეს საქმე ძალიან გახმაურდა, ჩვენი ადვოკატები მუდმივად ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია თუ რა სისასტიკე ხორციელდებოდა ჩვენი ოჯახის მიმართ და ასევე ბატონ სოზარ თქვენი ყავით ჩართული მაშინ როგორც სახალხო დამცველი ამ საქმეში და დიდი მადლობა იმ დახმარებისთვის, რაც გაგვიწიეთ, რადგან თქვენი დამსახურებაც არის, რომ ცოცხლები გამოვიდნენ ისინი ციხიდან. კიდევ ერთი თქვენ წეგან ახსენეთ, რომ ძალიან ადვილი იქნებოდა ომეხის დაკავება, ამის სურვილი რო ქონდათ, იმიტომ რომ ხშირად ადიოდა მესტიაში, ხშირად ჩადიოდა ზუგდიდში. შეიძლება ისე ხშირად არა ზუგდიდში როგორც მესტიაში, მაგრამ მესტიაში ნამდვილად ხშირად იყო. თუმცა ამის გარდა მე მაქვს ინფორმაცია, რომ წინა დღეებში დაწყებული, ანუ სანამ სპეცოპერაცია ჩატარდებოდა და სანამ ეს ვერტფრენებით და სნაიპერებით და ყუმბარტყორსნებით არ ჩავიდოდა იქ უამრავი ადამიანი, რამდენიმე ასეული თუ 1000. მანამდე მოლაპარაკებებს ჰქონდათ ადგილი. აი რა მოლაპარაკებები იყო, ვინ იყო ჩართული, რა სიტყვობდნენ და რა პასუხი იყო, თქვათ ომეხის მხრიდან, რომელიც ერთადერთი ძებნილი იყო ოჯახში. ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ომეხისთან იყო მოლაპარაკება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლ ვარდების რევოლუციას გულისხმობთ. დიახ, ვარდების რევოლუციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო ვახტანგ ჯაფარიძე, რომელიც ჩამოვიდა სვანეთში ომეხისთან და ომეხი მას უთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას თუ ვინმეს რაიმე კითხვა ქონდა მასთან, ის ჩავიდოდა და ისაუბრებდა იმ კითხვებზე, რაც მის მიმართ ქონდა. გულისხმობ გარკვეულ ბრალდებას, რაც იყო მის მიმართ წარდგენილი და რის გამოც ესე ფორმალურად იძებნებოდა. რეალურად მას არავინ არ ეძებდა, იმიტომ რომ ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა და როგორც გითხარით, ამის სურვილი რო ქონოდათ, ნებისმიერ დროს მას დააკავებდნენ. მოლაპარაკებების შედეგი, ანუ საბოლოოდ ეს დამთავრდა სპეცოპერაციით. ეს დამთავრდა სპეცოპერაციით. ომეხი გამოთქვამდა მზადყოფნას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ჩავიდოდა, თუმცა
ძალიან მალევე ესე გაუფრთხილებლად ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია. და კიდევ ერთი ორი ადამიანი მოკლულია, ბაბუა და ბიძა თქვენი და სახლი განადგურდა, ქონება განადგურდა, ვეღარ ცხოვრობთ რეალურად სვანეთში. მე რამდენადაც ვიცი, ქონებრივი დავაც გაქვთ სახელმწიფოსთან, როდის დაიწყეთ და რა ეტაპზეა? კი ბატონო, 2021 წელს უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახის ცნობა მოხდა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც 2012 წელს დაიწყო ხელახალი გამოძიება ამ სპეცოპერაციის დეტალების ამის შემდგომ ჩემს ოჯახის წევრებს მიენჭეს დაზარალებული სტატუსი და 2021 წელს შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამ მოთხოვნით გვაქვს წარდგენილი სარჩელი, რომელიც სასამართლომ მიიღო წარმოებაში, თუმცა სამწუხაროდ დღემდე არ არის სხდომა ჩანიშნული ამასთან დაკავშირებით და ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ესეც არის, რომ დასრულდეს ის სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც ბრალი უნდა წარუდგინოს სწორედ სააკაშვილს და ბარამიძეს და ასევე სამოქალაქო დავა ჩვენ საქმესთან დაკავშირებით. მეც ჩემს ერთ ხმას უერთებ ამ ორივე მოთხოვნას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა მოხდეს ზიანის ანაზღაურებაც და სამართლიანი გამოძიება დამთავრდეს დროულად ამ საქმეზე, სანამ მართლა ყველანაირი ვადა არ გასულა. ხა გიორგი ბარამიძეს რო ვკითხოთ, დღესაც გამოდის და დღესაც სიამაყით ლაპარაკობს ამ საქმეზე და თან აქეთ გვიყენებს პრეტენზიებს და სამართლიან პრეტენზიებს სხვათა შორის. თუ აქ ხედავდით დანაშაულს, რატომ ამდენი ხანი არ გამოიძიეთო და ეს ის შემთხვევა, როდესაც პასუხი არ აგვაქვს და ვერ გვექნება, იმიტომ რომ ეს უმძიმესი საქმე დღემდე არის გამოუძიებელი. თუმცა მე ვფიქრობ, მას ჩვენ კომისიის წინაშეც მოუწევს ალბათ წარდგენა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ნილია ელოდება თავის რიგს და ბატონი ალუდა შემდეგ ალბათ დასვამს კითხვას. კი ბატონო. მადლობა. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა, ეს ძალიან დიდი ტრაგედია არა მარტო ოჯახის, ეს ყველა იმ ადამიანის, ვინც შეესწრო ამას და ამ ყველაფრის მოსმენა გადატანა და გვერდში დგომა მოუწია. დასკვნა აქედან რა შეიძლება ორი დღეა ვისმენთ ისტორიებს, სადაც ადამიანებს ხოცავდნენ, უბრალოდ ხრედდნენ. ხა გუშინდელი ისტორია, რომელიც ბატონი შავაძის ისტორია, ანალოგიურად იქ ხა ესეთი მასიური არ ყოფილა ერთი ადამიანი გაიტაცეს და დახვრიტეს ფაქტიურად. თუ ის დამნაშავე იყო, არანაირი გამოძიება, არანაირი ბრალის წაყენება. იგივე შემთხვევა დღევანდელ ისტორიაში უბრალოდ აქ ამდენი არასრულწლოვანი ბავშვი ჩართული და ამხელა ოჯახი, ამ დიდი ოჯახის წარმომადგენლები იქნენ გაწირული სიკვდილისთვის. და ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაანალიზება და კიდევ ერთხელ მინდა იმ ბავშვებს და ახალგაზრდებს მოუწოდო იმისკენ, რომ კარგად დააკვირდნენ რა უბედურებები გამოიარა იმ ოჯახებმა, რომლებსაც ჩვენ ეს დღეებია უსმენთ. ეს მათი ხელწერა იყო, ადამიანი, რომელთანაც ვერ ლაგდებოდნენ ან არ აწყობდათ, უბრალოდ ძალიან მარტივად, სივსისხლიანად იღებდნენ გადაწყვეტილებას მისი ლიკვიდაციის, ან მისი ოჯახის ლიკვიდაციის. ეს რაც მინდოდა გამეზიარებინა ჩემი ეს ხედვა ამ დღეების განმავლობაში, რაც დაგროვდა, იმიტომ რომ ეს ემოციები ძნელია ყოველ თუთა საკონტროლო. რამდენიმე კითხვას დაგისმევთ. მეზობლები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რომლებიც მოდიოდნენ დასახმარებლად, ქონდათ თუ არა მათ საშუალება იმისი, რომ თავისუფლად დახმარებოდნენ და ამის საშუალება ეძლეოდათ თუ არა მათ? მაგ კითხვაზე მე ვიპასუხებთ. მეზობლები, რომლებიც არა მარტო მეზობლები, მთელი სოფლის მოსახლეობა და იმ სოფელთან ახლოს ცხოვრები მოსახლეობაც, რავი, მთელი სვანეთი იმ დღეს იქ მოვიდა რა და იქ იყო მთელი სვანეთი იმ დღეს და არც ერთ ადამიანს, ვინც დასახმარებლად მოვიდა, ვისაც შეეძლო რომ აი უბრალოდ ხანძრისთვის წყალის უბრალოდ წყალი მიესხა, იმ დღეს სანამ სახლი ბოლომდე არ დაიწვა, სახლში ეზოშიც კი არ შეუშვეს. მოკლედ რო აგიზნოთ.
ამ დროს ბაბუა თქვენი სავარაუდოდ ცოცხალი ჩაიწვა სახლში. ბაბუა ჩემის ცხედარი, ბაბუა ჩემი ცოცხალი დაჭრილი ადამიანი სახლში იწოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ იმ სპეცრაზმელებმაც და ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც. რომ ცოცხალი ადამიანი მათ მიერ დაჭრილი ცეცხლმოკიდებულ სახლში იმყოფებოდა. კი ბატონო, არა მხოლოდ თვითონ არ შეეცადნენ შველას, არამედ სხვებსაც მეზობლებს არ მისცეს საშუალება, რომ ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანათ. გასაგები. შემდეგი კითხვაც დაახლოებით ამ თემას ეხება. ამ ყველაფრის დამთავრების შემდეგ იყო თუ არა მეზობლებზე რამეს ეწოლა თქვენთან ურთიერთობის, თქვენთან რამის კითხვების დასმის, დახმარების, ეს ხო ეს ერთი დღე სპეცოპერაციის დღე დამთავრდა, მაგრამ ამის მერე იმ ადამიანების ცხოვრება გრძელდება, ვინც გადარჩა და ამ ყველაფრის გადატანა უწევთ. იყო თუ არა რამეს ეწოლა მეზობლებზე, რომ თქვენთან არ ქონოდათ ურთიერთობა ან რამე დეტალები არ ყოფილიყო გაჟღერებული. სოფელში მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ სპეცოპერაციის დროს, სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ უკვე ყველა მამაკაცი ჩაატარეს ყველა სახლში ჩხრეკა უკანონოდ და დააკავეს სამეზობლოში? კი, მთელ სოფელში, არა მარტო ჩვენს ირგვლივ მდებარე სახლებში, არამედ მთელ სოფელში ჩაატარეს ჩხრეკა ყველა სახლში და დააკავეს სოფელში მცხოვრები ყველა მამაკაცი, რომლებიც მოათავსეს ერთ სატვირთო ავტომობილში და დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში არ გამოუშვეს. ერთი დღის? კი ბატონო. ეს რამდენ ხანში მოხდა ამ სპეცოპერაციის მერე? იმ დღესვე სპეცოპერაციის დასრულებისთანავე პარალელურად მიმდინარეობდა სოფელში ჩხრეკა და დააკავეს ეს ადამიანი კაცები, ვინც იყვნენ ჩხრეკის პერიოდის დროს ყავდათ ესენი დაკავებული თუ თითქმის მთელი დღის განმავლობაში. რამე და ნაწილი წაიყვანეს სამეგრელოში, პოლიციის დეპარტამენტში. რაც შეეხება ზეწოლას, ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ ხორცელდებოდა ზეწოლა, ასევე ხორცელდებოდა მუქარა მეზობლების მიმართ, მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯაროდ არ ესაუბრათ იმაზე, რაც საკუთარი თვალით ნახეს და მოგეხსენებათ ისეთი პერიოდი იყო, რომ შეიძლება რაიმეს თქმის გამო ვიღაცას საკუთარი პრობლემები გაჩენოდა უდიდესი. კი. ეს ეწოლა და დარეკვები და გაფრთხილება, რომ ამ ყველაფერს მორიდებოდით 2012 წლის მერე გრძელდებოდა თუ არა? 2012 წლის მერე ესე უკვე ესე აქტიურად? არა. აღარ. გასაგები. კარგი. მადლობა ბატონო ილია, ბატონი ალუდა. ძალიან რთული არის, რომ ემოციები მართლაც წარმოუდგენელი არის შეიკავო და რაღაცნაირად ამ ყველაფერს ესე შეხვდე თუ ადამიანი ქვია ზოგადად. უბრალოდ აი ყველაფერს რო უსმენდი სრულიად ნათელი არის არც წეგან უთხარი გალბატონ თიას როდესაც კითხა მაქვს თუ არა კითხვა რა კითხვა უნდა იყოს აქ არ ვიცი უბრალოდ არ მესმის ხელის გულზე დევს ყველაფერი და ეს ხელის გულზე რაც დევს ეს არის ერთი და იგივე ხელწერა ეს არის დაჯგუფება რომლებიც აბსოლუტურად წლის 2 წვეთი ვიდგავს აი ეს გაუბედურებული ოჯახების საქმეები. ერთადერთი რაც ამ დროს მახსენდება, როგორც ძველ რომში იტყოდნენ, ეს მინდა უთხრა ყველას, რომ სამართალი ხაზი მინდა გაუსვას, სამართალი უნდა აღსრულდეს, თუ ქვეყანა დაიქცეს. აი ამას ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ. აი ეხლა ამ წუთას რაც მახსენდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეს. და ეს ნამდვილად ესე უნდა გავაკეთოთ. და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა იმ ხალხს უთხრა, ვინც გარკვეულწილად ქილიკით უდგება თუნდაც აი იმ კომისიის მუშაობას იმ ვითომ გამბედავ ადამიანებს მინდა უთხრა რომ აი აქ მობრძანდნენ და გასცენ კითხვებზე პასუხს თუ რამე აქვთ სათქმელი მაგრამ ის რაც მანამდე მოვისმინეთ თუ რასაც ეს ადამიანები იძახდნენ ეს
არც მინდა უთხრა, არც ქართულ გენში არის, არც კაცობაში არის, არც ადამიანობაში არის. ამას არაფერი არ აქვს საერთო, არც ჩვენი ღირსეულ წარსულთან, არც ჩვენი ღირსეულ ისტორიასთან. ასე არ იქცეოდნენ. არ იქცეოდნენ არ ჩვენი დიდი წინაპრები, დიდი მხედართმთავრები. ეს არის წარმოუდგენელი. და ამას ყველაფერს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთი რამე არის, აქ მოვისმინეთ. ნუ ეგონება. ჩვენ მთის ხალხი ვარ, ცოტა ემოციები გასაგები არის, რომ მეტად გვაქვს ხოლმე, მაგრამ ნუ ეგონება, რომ ჩვენ აქ მარტო აი ამ ასე ვთქვათ, ჩვენ არა ვართ ჟამთა აღწერელები, რომ მარტო იმის შემოვიფარგლოთ, რომ უხდედა ესენი როგორ ცუდები ყოფილან, ესენი რას აკეთებდნენ, მოინანია ეს, არ მოინანია ეს. ნუ ეგონება, რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებთ. მე მინდა ამ ახალგაზრდებს უთხრა, რომლებიც აქ არიან, რომლებსაც ეს გამოიარეს. ჩვენ მათ წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები და ჩვენი მომავალი თაობის და ისტორიის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები. და ისტორიაში ნამდვილად არ მინდა და ესეც იქნება, არ შევალთ ისე, რომ ჩვენ აქ მარტო ესე დედა რაცუდები იყვნენ, რას აკეთებდნენ. ესედაც კარგად იცის ხალხმა რას აკეთებდნენ. მაგრამ ჩვენ ნამდვილად ამას შედეგში გამოხატავთ, რომ ის ბოროტება, როგორებიც იყვნენ და რასაც აკეთებდნენ და რასაც გიგეთებდნენ და ეს ახალგაზრდა თაობას, რომლებსაც მთელი ცხოვრება ემახსოვრება და მათ შვილებს და შთამომავლებს. ჩვენი ვალი არის, რომ ამ ყველაფერს პასუხი გავცეთ. და მე მინდა გითხრათ, რომ დიახ, ამას გავაკეთებთ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა, თუ არ არის კითხვები, მე მაქვს ორი კითხვა. ჩვენ ვახსენეთ მურავიოვი, ბატონი მურავიოვი, რომელიც აფრასიძეების ოჯახში ცხოვრობდა, მისივე სურვილის შესაბამისად იქ იყო თავშეფარებული და ოჯახს ეხმარებოდა ყოველდღიურ საქმიანობაში. ისიც ამ სპეცოპერაციის შედეგად იქნა დაკავებული, ასე ვიცი და შემისწორეთ, თუ არასწორი ინფორმაცია მაქვს და არაერთხელ იყო ინფორმაცია ის ღია წყაროებში მასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. იყო საუბარი იმაზეც, რომ თითქოს ცელოფანს უკიდებდნენ ცეცხლს და იქიდან მომდინარე წვეთებით აწამებდნენ და ეს იყო ერთ-ერთი მეთოდი მისი წამების. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ეს სწორია, სიმართლეს შეესაბამება, რა ტიპის მეთოდები იყო მასთან მიმართებით გამოყენებული, ვინაიდან შემდეგ ეს დარჩა ოჯახის წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად მისი წამების ქვეშ მოპოვებული ჩვენება, რომელსაც გასაბათილებლად გარკვეული წლები დასჭირდა. ეს ერთი კითხვა. და მეორე, ყველას ახსოვს, ვინც იმ დროს ზრდასრულ ასაკში ვიყავით, იყო ასეთი ჟურნალისტური გამოძიება თუ სიუჟეტი სახელწოდებით მიართვით კუბდარი მინისტრს. რა თქმა უნდა, ეს სახელწოდება თავის თავში ცინიზმსაც მოიცავდა და ეხებოდა გიორგი ბარამიძეს, რომელიც მაშინ იყო ამ სპეცოპერაციის სათავეში და იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის კი ცნობილია, რატომ ერქვა იმ სიუჟეტს თუ ფილმს ასე მიართვით კუბდარი მინისტრს, მაგრამ თქვენგან რომ მოისმინოს საზოგადოებამ რამ გამოიწვია ეს? ეს ორი შეკითხვა მაქვს. ისმენთ ქალბატონო ლედი. გიპასუხებთ, რაც შეეხება ვლადიმერ მურავიოვის დაპატიმრების საკითხს, ის ნამდვილად სპეცოპერაციის დროს ჩვენი სახლიდან აიყვანეს სხვა ადამიანებთან, სხვა ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად და დააკავეს. დაკავების შემდეგ მის მიმართ დადასტურებულად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია იმის თქმა, რომ ნამდვილად მიმდინარეობდა წამება და არა ერთგზის. ეს დასტურდება ასევე მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც
თავიდან აწამეს ვლადიმერ მურავიოვი ათქმევინეს გოგინაშვილთან და კალაძის საქმესთან დაკავშირებით, რომ გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ აფრასიწეებს და ამის შემდგომ, როცა აღმოჩნდა და ამ საქმეებს მაშინ იძიებდა თუ არ ვცდები ბათალბი საღინაძე, რომელიც ჩართული იყო იმ პერიოდში ამ პროცესებში, ათქმევინეს ჯერ ის, რომ აფრასიწეებს შემხებლობა ჰქონდათ ამ საქმეებთან და ამის შემდგომ უკვე როცა დადასტურდა და როცა გახსნეს მაგალითად კალაძის საქმე დააკავეს თავად ბათალბი საღინაძე იმ ბრალდებით, რომ ის აწამებდა ვლადიმერ მურავიოვს. და ამითაც დადასტურებულია და ასევე იმითაც დასტურდება წამების ფაქტი, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც მოყავდათ ვლადიმერ მურავიოვი, ბები არის შემსწრე იმის, რომ ის გვაჩვენებდა აჩვენებდა პროცესზე დამსწრე პირებს თავის დაზიანებებს და მთლიანად დამწვარი ქონდა კისრის არე და ამის შემდეგ მისი ჩვენებების და ინტერვიუებიც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროშოკით და სხვადასხვა მეთოდით აწამებდნენ მას იმისთვის, რომ ცოცხალია ბატონი მურავიოვი. ბატონი მურავიოვი ციხიდან გამოსვლის შემდგომ დაბრუნდა ჩვენს ოჯახში, წლების განმავლობაში ჩვენს სახლთან ცხოვრობდა, კვლავ განაგრძო ცხოვრება და ბოლოს უკვე გარდაიცვალა გარკვეული პერიოდის წინ, დღეს სამწუხაროდ ის ცოცხალი აღარ არის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ძალიან წუხდა იმაზე, რომ მოუწია მაშინ ამ წამების შედეგად, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებით მიეცა ის ჩვენებები, რაც აიძულეს. მისი არაერთი ინტერვიუ მართლაც არსებობს, ამიტომ ჩვენ შევძლებთ ამ ინტერვიუების დასკვნის მიზნებისთვის გამოყენებას. კი ბატონო, რაც შეეხება კუბდართან დაკავშირებულ გია ბარამიძე და კუბდარი, რა თემაა ეს? კი ბატონო, ამას მოგახსენებთ. ეს იყო უკვე სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და სახლში ბაბუაჩემის უკვე ცხედარი იყო, რომელიც იწვებოდა. ამ დროს გია ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და იმასაც კი ამბობს, რომ არის ინტერვიუსაც ამბობს, რომ ვითომ არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში ის იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს და ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებით, რომლებიც ჩვენს სახლთან ამ სპეცოპერაციის შემდგომ ჩვენებებში რას გულისხმობთ? ვის მისცეს და რა პირობებში ამეზობლები ჩვენებები? პროკურატურას აქვს ეს ჩვენები. კი ბატონო. რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლი ქალები, ვინც იქ კრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა მათთვის, რომ სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცითო და იქნებ გაგვიმასპინძლდეთ აქ მყოფ ადამიანებსო. ესეც კი იკადრა, მაშინ როცა წინ სახლი იწვებოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხი აფრასიძის ცხედარი იყო. ქუჩაში დაცხრილული მათ მიერ. ამ დროს მინისტრი ითხოვს კუბდარს. კი ბატონო, ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს. ასე აიხსნება ის სათაური, რომელიც დარჩა გიორგი ბარამიძის პოლიტიკაში თანდევად, მიართვით კუბდარი მინისტრს. მაგრამ ნეტა მარტო ეს იყოს მისი თანდევი, შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დანარჩენი კი დასადგენია, ასე ვამბობთ, იმიტომ რომ ასე მოითხოვს, რომ კანონი რომ ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის განცხადებაც ბატონმა სოზარმა წეღან წაიკითხა, სადაც ის ამბობს, რომ ის იყო დამკვეთი პირადად ამ უბედურების. მე მინდა ქალბატონ დოდოს ვთხოვო, ბოლო თქმასავით ამ სხდომას სანამ დავხურავთ, ქალბატონო დოდო, რაიმეს თქმა ხომ არ გსურთ? ჩემი თხოვნა იქნება, სანამ ცოცხალი ვარ, რაღაცას რომ მოვაბართ ამათი ან დაკითხვა, არ უნდა გასამართლდნენ, ასეთი საშინელება ჩაედინეს და ერთი ღამე არავის არ გაუთენებიათ ციხეში.
ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა უკვე 21 წელია გასული, მაგრამ ჩვენთვის იგივე ის დღეა, რაც იმ დღეს იყო. გასაგებია. გასაგებია. მადლობა რომ ეს საკითხი დასვით. ვინაიდან ჩვენი კომისია სწორედ სხვებს შორის ამისთვის არის შეკრებილი. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია და თქვენ როგორც დაზარალებული სტატუსის მქონენი თქვენ ჩვენზე კარგად იცით რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პროკურატურამ ჩაატარა. მე ასე ვიტყოდი საკმაოდ მაღალ კვალიფიციურ დონეზე, მაგრამ ეს საქმე კვლავ მიმდინარეა და სწორედ ეს არის პრობლემა. თქვენ მიერ დღეს გაჟღერებული აქვს ფაქტები, არაერთი ინფორმაცია, რაც თქვენმა შვილიშვილებმა და დიდი მადლობა მათ მოგვაწოდეს, რასაკვირველია დასკვნის ნაწილი გახდება, რომელიც ჩვენმა კომისიამ უნდა დადოს ამ დასკვნას გულისხმობ და რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი სამართალდამცველი სტრუქტურები ჩვენს დასკვნას უკვე კიდევ დიდი მიზნებისთვის და ჭეშმარიტების დასადგენად გამოიყენებენ. ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება, ხომ, რაც არის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირებული დავა, რომელიც თქვენ გაქვთ სარჩელი უფრო სწორად სასამართლოში. ქალბატონმა ლედიმ თქვა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის წარმოებაში მიღებულია, მაგრამ განხილული არ არის. ეს საკითხები ჩვენ მოვინიშნეთ საკითხებად, ფაქტებიც პრინციპში მგონი ძირითადი ფაქტები საქმის ფაბულის გარშემო არაფერი გამოგრჩა, თუმცა რაიმე თუ დღეს გამოგრჩა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და წერილობით დამატებით ინფორმაციის სახით მოგვაწოდეთ, სანამ კომისია ჯერ კიდევ მოქმედია და დავრჩეთ ერთმანეთთან კონსულტაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში. მე ვიცი, რომ ქალბატონი დოდო რაიონიდან ჩამობრძანდა სპეციალურად დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, ისევე როგორც თქვენს დიდ ოჯახს იმისთვის, რომ დღემდე იბრძვით სიმართლის დასადასტურებლად. და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ქალბატონი დოდო მუდმივად იყო დიდი ოჯახის ბურჯი და მით უმეტეს, როდესაც მისი მეუღლე დაჭრილი ცოცხლად დაიწვა ხანძარში, ხანძარმოკიდებულ სახლში, ხანძარში, რომელიც თვითონ სახელმწიფომ და სახელმწიფო წარმომადგენლებმა გააჩინეს, როდესაც მას ერთი შვილი ადგილზე მოუკლეს და ორი შვილი უდანაშაულო დაასახიჩრეს და დააკავეს, ის თავის რძალთან და 4 მცირეწლოვან შვილიშვილთან დარჩა ოჯახში მარტო და მრავალი წლის მანძილზე მის ზურგზე გადაიარა შვილიშვილების აღზრდამ და მე მას მადლობა მინდა უთხრა შვილიშვილების შესანიშნავად აღზრდისთვის, ისევე როგორც მის რძალს, მის ვაჟს, რომელმაც ასე ვთქვათ, თავის ძმასთან ერთად რაც შეძლო გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვები ტყვიების წვიმაში გადარჩენილიყვნენ. დიდი მადლობა თქვენ ოჯახის ქალებს პირველ რიგში და ასევე ბატონ გიორგის, რომელსაც 12 წლის ასაკში თავისი ბაბუის დაჭრის და სიკვდილის მოწმედ ყოფნა მოუწია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მეობას ისურვებ. უნდა თქვა აუცილებლად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ კომისიას და დიდი მადლობა თქვენ ქალბატონ თეა და თითოეულ კომისიის წევრს. მე იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით ჩემი თაობის წარმომადგენლები მოისმენენ ამ ამბავს და მათთვის კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდება ის, თუ რას ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა და ამის შემდგომ მიიღებენ უკვე ისინი გააზრებულ გადაწყვეტილებას, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭირონ მხარი და
რომელ მხარეს უნდა იდგნენ? დიდი მადლობა. სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, იმიტომ რომ ეს ბავშვები გადარჩნენ და გიორგი აფრასიძე ცოცხალია, ჯანმრთელია, მათ ყავთ კიდევ 2 დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებენ ქვეყნის ჯერ ერთ-ერთი სიცოცხლეს. გიორგი ბარამიძის ნების და მიუხედავად და ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა. დიდი მადლობა თქვენ, ნუ გაბოროტდებით, ვიდგეთ ისევ სამართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე. მე მიხარია რომ თქვენ ბოროტება გულშიც კი არ გაგივლიათ, ეს თქვენი ბებიის, დედის, მამის, ოჯახის დამსახურება და რაღაცნაირად ყველა ერთად შევეცდებით იმას, რომ სამართალმა იზეიმოს. დიდი მადლობა. დღევანდელი სხდომა ამით დახურულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ თქვენს ნაწილში, თუმცა ჩვენ ერთი პროცედურული საკითხი გვაქვს, რომელსაც კენჭი უნდა ვუყაროთ და შემდეგ დღევანდელ დღესაც დავასრულებთ. გამოვაცხადოთ 2 წუთი ტექნიკური შესვენება და გავაგრძელოთ შემდეგ.
ჩვენ ერთი პროცედურული საკითხი დაგვრჩა გადასაჭრელი, ამიტომაც განვაახლეთ სხდომა. დღეს ჩვენთან პირველ საათზე ახსნა განმარტების მოსაცემად, როგორც იცით, მოწვეული იყო ბატონი ნიკა მელია. მას შეტყობინება გაეგზავნა, დადასტურებულად აქვს სამდივნოს დოკუმენტები, რომ მან ეს შეტყობინება მიიღო, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ დღეს პირველ საათზე უნდა გამოცხადებულიყო. სხვა გამოსაკითხი პირებისგან განსხვავებით წევრებისთვის არაფერია დასამალი და უნდა გითხრათ, რომ მან ჩათვალა, რომ აქვს უფლება სამდივნოსთან ჰქონდეს ზრდილობასთან მწყრალი დამოკიდებულება და აბუჩად აიგდო ეს შეტყობინება მაშინათვე. თუმცა მე არ ვკარგავდი იმედს, რომ ის დროულად გონს მოეგებოდა და გამოცხადდებოდა კომისიის სხდომაზე. ამის დასტურია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ საშუალო ბიუროში პირველ საათზე მოცემული პირი არ გამოცხადდა დღეს, აი ამ დრომდე 4 საათი ხდება და ჩვენ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დაგვიყენებია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება რაღაც მომენტში იფიქროს ასე და მერე გადაიფიქროს და მოიქცეს სხვანაირად. მით უმეტეს რომ სისხლის სამართალში ამას თავისი კვალიფიკაციაც აქვს, რომ შეიძლება გადაწყვიტო, რომ ჩაიდინო დანაშაული და შემდეგ უცბად გადაიფიქრო. და ხელი აიღო ამაზე. როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე და მან სავარაუდოდ გადაწყვიტა, რომ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლი. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ვალია, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, გადაიგზავნოს თუ არა ნიკა მელიას საქმე საქართველოს პროკურატურაში. ვაყენებ ამ საკითხს კენჭისყრაზე და გთხოვთ პოზიციის გამოხატვას, ვინ არის მომხრე. ნიკა მელიას საქმეც გადაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში. ახლა უკვე 4 საათია და სამუშაო დღის ბოლომდე ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ეს დოკუმენტი, რაც ხელთ გვაქვს, სამდივნომ შეკრიბოს და მივაწოდოთ პროკურატურის ორგანოებს. სანამ დღევანდელ სხდომას დახურულად გამოვაცხადებთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ მომდევნო სხდომა გვექნება ორშაბათს. საათი, რომელ საათზე გაიხსნება სხდომა, განისაზღვრება თქვენთან თანამშრომლობით ოდნავ მოგვიანებით. მომდევნო კვირა, დღესასწაულების კვირა და აქედან გამომდინარე შემოთავაზებულია, რომ 4 შაბათს იყოს მომდევნო კვირის ბოლოს სხდომა და შემდეგ დღეებში სხდომები აღარ ჩატარდეს. და უკვე აღდგომის მომდევნო კვირაში თუ როგორ მოვიქცევით, ამაზე უკვე მომდევნო კვირაში ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ მომდევნო კვირაში ორშაბათს ნამდვილად გვექნება სხდომა, საათს მოგვიანებით გამოვაცხადებთ, როგორც ამას რეგლამენტი გვავალებს და ასევე დღის წესრიგსაც. დიდ მადლობას გიხდით მთელი კვირის მანძილზე დაძაბულ რეჟიმში მუშაობისთვის. განსაკუთრებით ბატონ თენგის საჯაროდ მინდა უთხრა მადლობა, იმიტომ რომ მას სხვადასხვა პირადი სირთულეები ჰქონდა და მიუხედავად ამისა, მაინც ერთგულად ესწრებოდა ყველა ჩვენს სხდომას. მაგრამ თითოეულ თქვენგანს ასევე დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ვის გარეშეც ვერც ლაივი იქნებოდა და ვერც სხდომები ჩვენს საპარლამენტო ტელეარხს, საზოგადოებრივ არხს, რომელიც აშუქებს ერთგულად ჩვენს სხდომებს, ტელეარხს მაესტრო და საქართველოს პარლამენტის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც გვეხმარება, რომ სხდომები წარიმართოს უპრობლემოდ საქართველოს პარლამენტს, მის ხელმძღვანელებს და მთელს ადმინისტრაციას. ორშაბათამდე გემშვიდობებით.